წარმოიდგინეთ, რომ ამ წამს, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი სხეული ცდილობს გაიქცეს. არა მეტაფორულად, ფიზიკურად. თქვენი გულის ყოველი დარტყმა, თქვენი ფილტვების ყოველი მოძრაობა, თქვენი ტვინის ყოველი ელექტრული იმპულსი მოძრაობს სივრცეში. დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო 1670 კმ/სთ. ჩვენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო 100,000 კმ/სთ. მზის სისტემა მთლიანად მიისწრაფის გალაქტიკის ცენტრისკენ 700,000 კმ/სთ. და მაინც, ყველა ამ შეუჩერებელი მოძრაობის მიუხედავად, თქვენ ხართ პატიმარი. ჩაკეტილი უხილავ ციხეში, რომლის კედლები აშენებულია არა რკინისგან, არამედ თავად სამყაროს ფუნდამენტური კანონებისგან. ეს ციხე აქვს სახელი. მეცნიერები მას უწოდებენ კოსმოლოგიურ ჰორიზონტს, მაგრამ მისი ნამდვილი ბუნება გაცილებით უფრო დრამატულია, ვიდრე ეს ტექნიკური ტერმინი გვთავაზობს. წარმოიდგინეთ ციხე, სადაც კედლები არ არის მყარი. ისინი დამზადებულია თავად დროისა და სივრცისგან. ციხე, სადაც რაც უფრო შორს ცდილობთ წასვლას, მით უფრო სწრაფად გაქცევიან ობიექტები თქვენგან. ციხე, რომლის საზღვრები ყოველ წამს ფართოვდება, მაგრამ თქვენ მაინც ვერასდროს მიაღწევთ მის კედლებს. ეს არის ჩვენი რეალობა. ეს არის ის, რაც ნიშნავს ცხოვრება სამყაროში, სადაც სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური კანონი. 2019 წელს ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა ფურცელი ქაღალდი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი გაგება სამყაროს შესახებ. სპეციალური ფარდობითობის თეორია არ იყო უბრალოდ ახალი იდეა, ის იყო სასჯელი. აინშტაინმა მათემატიკურად დაამტკიცა, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, ვერასდროს ვერ იმოგზაურებს სინათლეზე სწრაფად. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად ძლიერი ძრავები, არა იმიტომ, რომ ტექნოლოგია არ არის საკმარისად განვითარებული, არამედ იმიტომ, რომ თავად სამყაროს სტრუქტურა გრძალავს ამას. სინათლის სიჩქარე 300,000 კმ/წამში არის არა ტექნიკური შეზღუდვა, არამედ ონტოლოგიური ბარიერი. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კოსმოსური ხომალდი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს სინათლის სიჩქარის 99%-ს. ფანტასტიკური მიღწევა, რომელიც მოითხოვს ენერგიას, რომელიც აღემატება მთელი კაცობრიობის მიერ ისტორიაში ოდესმე წარმოებულ ენერგიას. თქვენ ამ ხომალდით მიემართებით უახლოეს ვარსკვლავისკენ, პროქსიმა ცენტავრისკენ. ეს არის ჩვენი უახლოესი ვარსკვლავური მეზობელი, გარდა მზისა. მანძილი 4 მოკლე სინათლის წელი. 4 წელი თუ მოგზაურობთ სინათლის სიჩქარით, მაგრამ თქვენ მოგზაურობთ 99%-ით. ამიტომ მოგზაურობა გაგრძელდება 4 წელზე მეც. 4 წელი და რამდენიმე თვე, მინიმუმ. მაგრამ პროქსიმა ცენტავრი არის უდაბნო. ის არის წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც ასხივებს სუსტ, არასტაბილურ სინათლეს. მისი პლანეტები, თუ ისინი საერთოდ არსებობენ სათანადო ორბიტებზე, სავარაუდოდ არიან გამოსხივებული რადიაციით. არ არის ადგილი, სადაც ადამიანური ცივილიზაცია შეიძლება აყვავდეს. ამიტომ თქვენ უნდა წახვიდეთ უფრო შორს. ტაუ ცეთი, 12 სინათლის წელი. ეფსილონ ერიდანი, 10 მოკლე სინათლის წელელი. ალფა ცენტავრი A და B, 4 მოკლე სინათლის წელი, მაგრამ უფრო პერსპექტიული სისტემა. თუმცა არც ერთი მათგანი არ გვთავაზობს გარანტიას. არც ერთი არ არის დედამიწის ანალოგი, სადაც ადამიანები შეიძლება უბრალოდ ჩამოვიდნენ და დაიწყონ ახალი ცხოვრება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ გსურთ მიაღწიოთ რეალურად საინტერესო ადგილებს. გალაქტიკის ცენტრი, სადაც მილიონობით ვარსკვლავი იკრიბება ერთად და სადაც სავარაუდოდ არსებობს უზარმაზარი შავი ხვრელი, 26,000 სინათლის წელი. ანდრომედას გალაქტიკა, ჩვენი უახლოესი გალაქტიკური მეზობელი, 2,500,000 სინათლის წელი. კრაბის ნისლი, სუპერნოვას ნარჩენები, რომელიც შეიცავს პულსარს, 7,000 სინათლის წელი. ეს არის არა მანძილები, რომლებიც შეიძლება გაიზომოს კილომეტრებში. ეს არის მანძილები, რომლებიც გაიზომება იმ დროში, რომელიც სჭირდება სინათლეს, ყველაზე სწრაფ ნივთიერებას სამყაროში, რომ მიაღწიოს მათ. 1952 წელს ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ დაუსვა კითხვა, რომელიც ახლა ცნობილია, როგორ ფერმის პარადოქსი. თუ სამყარო ასე უზარმაზარია, თუ არსებობს მილიარდობით გალაქტიკა, თითოეული მილიარდობით ვარსკვლავით, თუ სიცოცხლის წარმოქმნა არის სტატისტიკურად შესაძლებელი, მაშინ სად არიან ყველანი? სად არიან უცხო პლანეტელები? რატომ არ ვიღებთ მათ სიგნალებს? რატომ არ ვხედავთ მათი ცივილიზაციების კვალს? ერთ-ერთი პასუხი, რომელიც მეცნიერების თავაზობენ, არის სწორედ ეს: სინათლის სიჩქარის ბარიერი. შესაძლოა სამყარო სავსეა ცივილიზაციებით, მაგრამ ისინი ყველანი ჩაკეტილნი არიან საკუთარ კოსმოლოგიურ ციხეებში. ყოველი ცივილიზაცია არის კუნძული, გამოყოფილი შეუძლებელი მანძილებით. დაფიქრდით ამ იზოლაციის მასშტაბზე. ჩვენი გალაქტიკა ნაპირქვაშა გზა შეიცავს 200 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავს. მისი დიამეტრი არის დაახლოებით 100,000 სინათლის წელი.
ეს ნიშნავს, რომ სინათლეს, რომელიც დღეს ტოვებს გალაქტიკის ერთ მხარეს, დასჭირდება 100,000 წელი, რომ მიაღწიოს მეორე მხარეს. ადამიანის ცივილიზაცია არსებობს დაახლოებით 10,000 წლის განმავლობაში. თანამედროვე ტექნოლოგიური ცივილიზაცია დაახლოებით 200 წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ ახალშობილები კოსმოლოგიურ დროის სკალაზე. და მაინც, ჩვენ უკვე ვაწყდებით ფუნდამენტურ ბარიერს, რომელიც შეიძლება არასდროს გადალახოს. 1990 მეხუთე წელს ასტრონომებმა სოლ პერლმუტერმა, ადამ რისმა და ბრაიან შმიტმა გააკეთეს აღმოჩენა, რომელმაც მოიტანა ნობელის პრემია და გააღრმავა ჩვენი კოსმოლოგიური პატიმრობის გაგება. ისინი აკვირდებოდნენ შორეულ სუპერნოვებს, აფეთქებულ ვარსკვლავებს და ცდილობდნენ გაეზომათ თუ როგორ ფართოვდება სამყარო. ისინი მოელოდნენ, რომ სამყაროს გაფართოება ნელდებოდა გრავიტაციის გამო. ის, რაც მათ აღმოაჩინეს, იყო საპირისპირო. სამყაროს გაფართოება აჩქარებს. არა მხოლოდ ფართოვდება, ის ფართოვდება სულ უფრო სწრაფად. ეს აჩქარება ნიშნავს, რომ გალაქტიკები, რომლებიც დღეს არიან ხილვადი, ერთ დღეს გაქრებიან ჩვენი ჰორიზონტიდან. არა იმიტომ, რომ ისინი განადგურდებიან, არამედ იმიტომ, რომ სივრცე მათ და ჩვენ შორის გაფართოვდება ისე სწრაფად, რომ მათი სინათლე ვერასდროს მიაღწევს ჩვენამდე. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ პლატფორმაზე და უყურებთ მატარებელს, რომელიც მოძრაობს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თავად პლატფორმა იწყებს მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით, სულ უფრო სწრაფად. მატარებელი არ იცვრის თავის სიჩქარეს, მაგრამ თქვენთვის ის გაქრება ჰორიზონტზე, რადგან თქვენ თვითონ მოძრაობთ მისგან. ეს არის ის, რაც ხდება კოსმოლოგიურ მასშტაბებზე. მილიარდობით წლის შემდეგ, თუ ადამიანობა ან რაიმე სხვა ცივილიზაცია გადარჩება ჩვენს გალაქტიკაში, ისინი შეხედავენ ღამის ცას და დაინახავენ მხოლოდ ნაპირქვაშა გზას. ყველა სხვა გალაქტიკა იქნება გაქრებული. არა იმიტომ, რომ ისინი აღარ არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ სივრცე მათ შორის გაფართოვდა იმდენად, რომ მათი სინათლე ვერასდროს მიაღწევს ჩვენამდე. სამყარო გახდება უფრო მარტოხელა, ციხე გახდება უფრო პატარა. ან უფრო სწორად, ციხე დარჩება იგივე ზომის, მაგრამ სამყარო მის გარეთ გახდება მიუცდომელი. ეხლა დაბრუნდით აქ, ამ წამში. თქვენ ზიხართ დედამიწაზე, პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო გალაქტიკის გარეთა რეგიონში. თქვენი უახლოესი ვარსკვლავური მეზობელი არის 4 სინათლის წლის მოშორებით. უმეტესი საინტერესო ობიექტები არიან ათასობით ან მილიონობით სინათლის წლის მოშორებით. და თქვენ, ფიზიკური არსება, დამზადებული ატომებისგან, რომლებსაც აქვთ მასა, ვერასდროს ვერ იმოგზაურებთ სინათლის სიჩქარით. თქვენ შეგიძლიათ მიუახლოვდეთ მას 99%, 99 მოკლე 9%, მაგრამ ყოველი დამატებითი პროცენტი მოითხოვს ექსპონენციალურად მეტ ენერგიას. 2015 წელს ფიზიკოსებმა ლიგოს კოლაბორაციიდან, ლაზერული ინტერფერომეტრული გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორიიდან დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები პირველად. ეს იყო 2 შავი ხვრელის შეჯახება, რომელიც მოხდა 1,300,000,000 წელს წინ. ამ კატაკლიზმურმა მოვლენამ გამოუშვა ენერგია, რომელიც ექვივალენტურია 3 მზის მასის გადაქცევისა სუფთა ენერგიად, 1 წამის განმავლობაში. ეს ენერგია გავრცელდა სივრცეში სინათლის სიჩქარით, როგორც ტალღები წყლის ზედაპირზე. და 1,300,000,000 წელს შემდეგ ეს ტალღები მიაღწია დედამიწას და გამოიწვია სივრცის თავად დეფორმაცია. დეფორმაცია, რომელიც იყო ასე პატარა, რომ ის შეიძლება გაიზომოს მხოლოდ ყველაზე მგრძნობიარე ინსტრუმენტებით, რომლებიც ადამიანობამ ოდესმე ააშენა. ეს არის მანძილები, რომლებზეც ვსაუბრობთ. ეს არის დროის სკალები. მოვლენა, რომელიც გრძელდებოდა წამებს, მოგზაურობდა მილიარდობით წლის განმავლობაში, რომ მიაღწია ჩვენამდე, და ეს არის არა გამონაკლისი, ეს არის ნორმა. ყველაფერი, რასაც ვაკვირდებით სამყაროში, არის წარსული. სინათლე მზიდან მოგზაურობს 8 წუთს, რომ მიაღწიოს დედამიწამდე. ეს ნიშნავს, რომ როცა უყურებთ მზეს, თქვენ ხედავთ მას ისეთს, როგორიც იყო 8 წუთის წინ. უახლოესი ვარსკვლავი 4 წლის წინ. ანდრომედას გალაქტიკა 2,500,000 წლის წინ. ყველაზე შორეული გალაქტიკები, რომლებსაც ვაკვირდებით, 10,000-ობით მილიონი წლის წინ, როცა სამყარო იყო ახალგაზრდა. მაგრამ აქ არის ყველაზე დრამატული ასპექტი. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ამ წამს ხდება რაღაც საოცარი ანდრომედას გალაქტიკაში. შესაძლოა ახალი სუპერნოვა აფეთქდება. შესაძლოა უცხო ცივილიზაცია უშვებს ძლიერს რადიო სიგნალს. შესაძლოა შავი ხვრელი ყლაპავს ვარსკვლავს და ქმნის სანახაობას, რომელიც ანათებს მთელ გალაქტიკას. ეს მოვლენა ხდება ახლა, ამ წამს. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ ამის შესახებ. თქვენ ვერ შეიტყობთ ამის შესახებ 2,500,000 წლამდე. რადგან სინათლე, რომელიც ატარებს ამ ინფორმაციას, უნდა მოგზაუროს 2,500,000 სინათლის წელი, რომ მიაღწიოს თქვენამდე. ეს არის არა მხოლოდ მანძილის პრობლემა, ეს არის ინფორმაციის პრობლემა.
სამყარო აქვს ინფორმაციული ჰორიზონტი. არსებობს რეგიონები სივრცისა, საიდანაც ინფორმაცია ვერასდროს მიაღწევს ჩვენამდე, რადგან სივრცე მათ და ჩვენ შორის ფართოვდება სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ეს რეგიონები არსებობს. ისინი არიან ისეთივე რეალურები, როგორც ოთახი, სადაც ახლა ხართ, მაგრამ ისინი არიან ფუნდამენტურად მიუწვდომელი. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად კარგი ტელესკოპები, არამედ იმიტომ, რომ თავად სამყაროს სტრუქტურა კრძალავს ინფორმაციის გადაცემას. 1959 წელს ფიზიკოსმა ფრიმან დაისონმა შემოგთავაზა აზროვნების ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, თქვა მან, მოწინავე ცივილიზაცია, რომელსაც სურს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ვარსკვლავის ენერგია, ასეთი ცივილიზაცია შეიძლება ააშენოს სფერო-ვარსკვლავის გარშემო, სტრუქტურა, რომელიც ჩაიჭერს ყველა ფოტონს, რომელსაც ვარსკვლავი ასხივებს. ეს სტრუქტურა, ცნობილი როგორც დაისონის სფერო, იქნება ყველაზე ეფექტური გზა ენერგიის მოსაპოვებლად. მაგრამ ასეთი სტრუქტურა იქნება ხილვადი შორიდან. ის გამოსხივებდა ინფრაწითელ რადიაციას, როგორც ვარსკვლავის ენერგია გარდაიქმნება სითბოდ. ასტრონომები ეძებდნენ დაისონის სფეროებს. ისინი ეძებდნენ ნებისმიერ ნიშანს მოწინავე ცივილიზაციებისა, რადიოსიგნალებს, ლაზერულ იმპულსებს, უჩვეულო სპექტრულ ხაზებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ინდუსტრიულ აქტივობაზე. ისინი ვერაფერს პოულობენ. არა იმიტომ, რომ ცივილიზაციები არ არსებობენ, სტატისტიკურად ისინი უნდა არსებობდნენ. არამედ შესაძლოა იმიტომ, რომ მანძილები ასე უზარმაზარია, რომ სიგნალები ძალიან სუსტია. ან იმიტომ, რომ ცივილიზაციები იყენებენ კომუნიკაციის მეთოდებს, რომლებსაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. ან იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ძალიან შორს არიან. დაბრუნდით იმ ფაქტთან, რომ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური ლიმიტი. ეს არის არა ტექნიკური შეზღუდვა, ეს არის ონტოლოგიური ფაქტი. ობიექტი, რომელსაც აქვს მასა, ვერასდროს ვერ მიაღწევს სინათლის სიჩქარეს, რადგან მისი მასა გახდება უსასრულო, როდესაც ის უახლოვდება ამ ლიმიტს. ეს მოითხოვს უსასრულო ენერგიას და სამყაროში არ არსებობს უსასრულო ენერგია. ამიტომ ყველაზე სწრაფი, რაც ოდესმე შეგიძლიათ იმოგზაუროთ, არის 99,99999% სინათლის სიჩქარისა. და ეს მოითხოვს ენერგიას, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც ადამიანობას ოდესმე ჰქონია. მაგრამ დაუშვათ, რომ თქვენ გადალახავთ ამ ტექნიკურ გამოწვევებს. დაუშვათ, რომ თქვენ აშენებთ კოსმოსურ ხომალდს, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს 99,9% სინათლის სიჩქარისა. დაუშვათ, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ენერგია, საკმარისი რესურსები, საკმარისი ტექნოლოგია. თქვენ ამ ხომალდით მიემართებით პროქსიმა ცენტავრისკენ. მოგზაურობა გაგრძელდება დაახლოებით 4 წელს და რამდენიმე თვეს. მაგრამ აქ არის საინტერესო ასპექტი. თქვენთვის, ხომალდზე, დრო გადის უფრო ნელა. ეს არის დროის დილატაცია, ფარდობითობის თეორიის პირდაპირი შედეგი. თქვენთვის მოგზაურობა შეიძლება გრძელდებოდეს მხოლოდ რამდენიმე თვეს, მაგრამ დედამიწაზე 4 წელი და რამდენიმე თვე გავა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გადაწყვეტთ წასვლას უფრო შორს. გალაქტიკის ცენტრი, 26,000 სინათლის წელი. თუ თქვენ მოგზაურობთ 99,9% სინათლის სიჩქარისა, მოგზაურობა გაგრძელდება 26,000 წელზე მეტ დედამიწის დროით. თქვენთვის, ხომალდზე დროის დილატაციის გამო, ის შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე ათეულ წელს. მაგრამ როდესაც დაბრუნდებით, თუ დაბრუნდებით, დედამიწაზე გავლილი იქნება 52,000 წელი. ყველაფერი, რაც იცოდით, ყველა, ვინც იცნობდით, ყველა ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა, იქნება გაქრებული. თქვენ იქნებით დროის მოგზაური, გადახტომილი მომავალში. უუნარო დაბრუნდეთ. ეს არის დროის დილატაციის პარადოქსი. ის გთავაზობთ გზას მოგზაურობისთვის შორეულ ადგილებში თქვენი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ფასი არის ყველაფრის დაკარგვა, რაც დატოვეთ უკან. ეს არის არჩევანი, რომელიც არც ერთი ცივილიზაცია არ გააკეთებს მსუბუქად. გაგზავნოთ ექსპედიცია შორეულ ვარსკვლავისკენ ნიშნავს, გაგზავნოთ ისინი ერთმხრივ მოგზაურობაში არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც. ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან იმ სამყაროში, საიდანაც წავიდნენ. ისინი იქნებიან მარტო ხელები, გამოყოფილნი ყველაფრისგან, რაც იცოდნენ, ყველაფრისგან, რაც იყო ნაცნობი. 2012 წელს NASA-მ გამოაცხადა, რომ Voyager პირველი კოსმოსური ზონდი, რომელიც გაიშვა 1977 წელს, შევიდა ინტერსტელარულ სივრცეში. ის გადალახა ჰელიოპაუზას, საზღვარს, სადაც მზის ქარი ხვდება ინტერსტელარულ საშუალოს. ეს იყო ისტორიული მომენტი, პირველი ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი, რომელმაც დატოვა მზის სისტემა. მაგრამ დაფიქრდით მის სიჩქარე-ზაჩქარეზე. Voyager-ი პირველი მოგზაურობს დაახლოებით 18 კილომეტრის წამში. ეს არის სწრაფი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ობიექტი, რომელიც ადამიანობა მოდესმე გააშვა. მაგრამ ამ სიჩქარით მას დასჭირდება დაახლოებით 75,000 წელი, რომ მიაღწიოს პროქსიმა ცენტავრამდე.
75,000 წელი უახლოეს ვარსკვლავამდე მისასვლელად. ეს არის რეალობა ინტერსტელარული მოგზაურობისა. ეს არის არა ფანტასტიკა, სადაც ხომალდები ახდებიან ჰიპერსივრცეში ან იყენებენ ვორმჰოლებს. ეს არის ფიზიკა, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. და ფიზიკა, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას, ამბობს, რომ ინტერსტელარული მოგზაურობა არის შესაძლებელი, მაგრამ ის მოითხოვს დროის სკალებს, რომლებიც აღემატება ადამიანის ცხოვრებას, აღემატება ცივილიზაციების ხანგრძლივობას, შესაძლოა აღემატება სახეობების ხანგრძლივობას. ეს არის პროექტი, რომელიც მოითხოვს არა წლებს ან ათწლეულებს, არამედ საუკუნეებს ან ათასწლეულებს. ეს არის ვალდებულება, რომელიც მოითხოვს რესურსებს და ენერგიას, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც ადამიანობას ოდესმე ჰქონია. მაგრამ დაუშვათ, რომ ცივილიზაცია გადაწყვეტს გააკეთოს ეს ვალდებულება. დაუშვათ, რომ ისინი აშენებენ თაობათა ხომალდს, კოსმოსურ ხომალდს, რომელიც დიზაინირებულია იმისთვის, რომ მოგზაურობდეს საუკუნეების ან ათასწლეულების განმავლობაში, სადაც თაობები იბადებიან, ცხოვრობენ და გვდებიან, ხომალდზე ვიდრე ისინი მიაღწევენ თავიანთ დანიშნულების ადგილს. ეს არის კონცეფცია, რომელიც მეცნიერ ფანტასტებმა შეისწავლეს ათწლეულების განმავლობაში. მაგრამ დაფიქრდით რეალობაზე. თაობათა ხომალდი უნდა იყოს თვითგმარი. ის უნდა აწარმოოს საკუთარი საკვები, საკუთარი ჰაერი, საკუთარი წყალი. ის უნდა შეინარჩუნოს ეკოსისტემა საუკუნეების განმავლობაში. ის უნდა დაიცვას თავისი მოსახლეობა რადიაციისგან, მიკრომეტეორიტებისგან, ტექნიკური გაუმართავობებისგან. და აქ არის ყველაზე რთული ასპექტი. ის უნდა შეინარჩუნოს სოციალური სტაბილურობა. წარმოიდგინეთ საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს ხომალდზე საუკუნეების განმავლობაში. იცის, რომ ისინი ვერასდროს ვერ დაინახავენ დანიშნულების ადგილს. მხოლოდ მათი შორეული შთამომავლები მიაღწევენ ახალ სამყაროს. როგორ ინარჩუნებთ мотивაციას? როგორ ინარჩუნებთ კულტურას? როგორ თავიდან აიცილებთ კონფლიქტს, რევოლუციას, სოციალურ დაშლას? ეს არის არა მხოლოდ ინჟინერიის პრობლემა. ეს არის სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს უფრო რთული, ვიდრე თავად ტექნიკური გამოწვევები. 1953 წელს ფიზიკოსმა მიგელ ალკუბიერემ შემოგთავაზა თეორიული გზა სინათლის სიჩქარის ბარიერის გვერდისავლით. ალკუბიერეს ძრავა, როგორც ის ახლა ცნობილია, იყენებს სივრცის თავად დეფორმაციას. იდეა არის შექმნას ბუშტის სივრცის, რომელიც შეიცავს კოსმოსურ ხომალდს. ამ ბუშტის წინ სივრცე შეიგუმშება, ბუშტის უკან სივრცე ფართოვდება. ხომალდი თავად არ მოძრაობს, სივრცე მოძრაობს ხომალდის გარშემო. ამ გზით ხომალდი შეიძლება ეფექტურად იმოგზაუროს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, ტექნიკურად არ დარღვევით ფარდობითობის თეორიას, რადგან ხომალდი თავად არ მოძრაობს სივრცეში, სივრცე მოძრაობს. ეს არის ელეგანტური იდეა, მაგრამ აქ არის პრობლემა. ალკუბიერეს ძრავა მოითხოვს ეგზოტიკურ მატერიას უარყოფითი ენერგიის სიმკვრივით. ასეთი მატერია არასდროს დაფიქსირებულა. ჩვენ არ ვიცით არსებობს თუ არა ის. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება თუ არა ის არსებობდეს. ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ კვანტური ველის თეორია იძლევა გზებს უარყოფითი ენერგიის შესაქმნელად მცირე მასშტაბებზე, კაზიმირის ეფექტი მაგალითად. მაგრამ ალკუბიერეს ძრავისთვის საჭირო უარყოფითი ენერგიის რაოდენობა იქნება უზარმაზარი, შესაძლოა ექვივალენტური მთელი პლანეტის მასისა. და ეს არის მხოლოდ ერთი პრობლემა. არსებობს სხვა პრობლემებიც. როგორ კონტროლირებთ ბუშტს, როგორ ნავიგაციას უწევთ, როგორ ჩერდებით. ალკუბიერეს ძრავის პრობლემები არ მთავრდება ეგზოტიკურ მატერიაზე. 1999 წელს ფიზიკოსმა კრის ვან დენ ბროკმა გამოთვალა, რომ ალკუბიერეს ძრავის ბუშტის შექმნა მოითხოვს ენერგიას, რომელიც ექვივალენტურია მთელი სამყაროს მასა ენერგიისა. მთელი სამყაროს. ყველა galaktikis, ყველა ვარსკვლავის, ყველა პლანეტის, ყველა ატომის ენერგია. ეს იყო დამანგრეველი შედეგი. მოგვიანებით 2012 წელს ფიზიკოსმა ჰაროლდ უაიტმა შემოგთავაზა მოდიფიცირებული დიზაინი, რომელმაც შეამცირა ენერგიის მოთხოვნა იუპიტერის მასის ექვივალენტამდე. ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მთელი სამყაროდან ერთ პლანეტამდე. მაგრამ იუპიტერის მასა მაინც არის 332 ჯერ მეტი დედამიწის მასასაზე. როგორ გარდაქმნით მთელ პლანეტას სუფთა ენერგიად? როგორ შეინახავთ ამ ენერგიას? როგორ გამოიყენებთ მას კონტროლირებადად? წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, რომელსაც აქვს ასეთი ტექნოლოგია. ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას მთელი პლანეტები ენერგიად. შეინახოს ეს ენერგია და გამოიყენოს ის სივრცის თავად დეფორმაციისთვის. ეს იქნება ცივილიზაცია, რომელიც ფლობს ძალას, რომელიც აღემატება ყველაფერს, რასაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ეს იქნება ცივილიზაცია, რომელიც ფაქტობრივად გახდა ღმერთებივით. მაგრამ თუნდაც ასეთი ცივილიზაციისთვის ალკუბიერეს ძრავა დარჩება უზარმაზარ გამოწვევად. რადგან პრობლემა არის არა მხოლოდ ენერგია,
პრობლემა არის თავად სივრცის ბუნება. აინშტაინის ველის განტოლებები. განტოლებები, რომლებიც აღწერენ, როგორ მასა და ენერგია ახრიან სივრცე დროს, არიან არაწრფივი. ეს ნიშნავს, რომ პატარა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს დიდი, არაპროგნოზირებადი ეფექტები. როდესაც ცდილობთ შექმნათ ალკუბიერეს ბუშტი, თქვენ არ უბრალოდ ახრით სივრცეს. თქვენ ქმნით რეგიონს, სადაც სივრცე დრო იქცევა ექსტრემალურად. და ამ რეგიონში კვანტური ეფექტები ხდება მნიშვნელოვანი. ვაკუუმი. ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ როგორც ცარიელ სივრცეზე, სინამდვილეში სავსეა ვირტუალური ნაწილაკებით, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან. ალკუბიერეს ბუშტის ექსტრემალურ პირობებში ეს ვირტუალური ნაწილაკები შეიძლება გახდნენ რეალური, შექმნან რადიაციის ინტენსიური ველები, რომლებმაც შეიძლება განადგურონ ბუშტი და ყველაფერი მის შიგნით. 2014 წელს ფიზიკოსებმა გამოთვალეს, რომ ალკუბიერეს ბუშტის შიგნით მოგზაურობა შეიძლება იყოს ფატალური, სხვა მიზეზის გამოც, ჰოკინგის რადიაცია. სტივენ ჰოკინგმა აჩვენა, რომ შავი ხვრელები ასხივებენ რადიაციას კვანტური ეფექტების გამო, მათი მოვლენის ჰორიზონტის მახლობლად. მსგავსი ეფექტი შეიძლება მოხდეს ალკუბიერეს ბუშტის საზღვარზე. ბუშტის წინა კიდე, სადაც სივრცე შეკუმშულია, შეიძლება გამოსხივებდეს ინტენსიურ რადიაციას, რომელიც დაგროვდება ბუშტის შიგნით. როდესაც ბუშტი ჩერდება, ეს რადიაცია გამოიშვება წინ, როგორც კატასტროფული ენერგიის იმპულსი. ნებისმიერი პლანეტა ან ვარსკვლავური სისტემა თქვენი დანიშნულების ადგილზე შეიძლება გაანადგუროს ამ რადიაციის აფეთქებამ. ეს არის პარადოქსი ალკუბიერეს ძრავისა. თუნდაც თუ თქვენ შეძლებთ მის აშენებას, თუნდაც თუ თქვენ გაქვთ ენერგია და ტექნოლოგია, მისი გამოყენება შეიძლება იყოს თვითდესტრუქციული. თქვენ შეიძლება მიაღწიოთ თქვენს დანიშ ადგილს, მხოლოდ იმისთვის, რომ განადგუროთ ის თქვენი ჩამოსვლით. ეს არის იარაღი, რომელიც ანადგურებს მიზანს. ეს არის გზა, რომელიც მთავრდება კატასტროფით. მაგრამ ალკუბიერეს ძრავა არ არის ერთადერთი თეორიული გზა სინათლის სიჩქარის ბარიერის გვერდის ასავლელად. არსებობს სხვა კონცეფცია, რომელიც ჩნდება როგორც აინშტაინის ველის განტოლებების, ასევე კვანტური მექანიკის თეორიიდან. ჩიის ხვრელები. წარმოიდგინეთ სივრცე დრო როგორც ქაღალდის ფურცელი. ორი წერტილი ამ ფურცელზე შეიძლება იყოს შორს ერთმანეთისგან, თუ თქვენ მოგზაურობთ ფურცლის ზედაპირზე. მაგრამ თუ თქვენ დაკეცავთ ფურცელს, ორი წერტილი შეიძლება შეხვდეს. ჩიის ხვრელი არის ტუნელი სივრცე დროში, რომელიც აკავშირებს ორ შორეულ წერტილს. თუ თქვენ შეძლებთ შექმნათ და სტაბილიზაცია გაუწიოთ ჩიის ხვრელს, თქვენ შეძლებდით იმოგზაუროთ შორეულ ადგილებში თითქმის მყისიერად, ტექნიკურად არ დარღვევით სინათლის სიჩქარის ლიმიტს. 1925 წელს ფიზიკოსებმა ალბერტ აინშტაინმა და ნეითან როზენმა აღმოაჩინეს, რომ აინშტაინის ველის განტოლებები იძლევიან ჩიის ხვრელების არსებობას, სტრუქტურებს, რომლებსაც ახლა უწოდებენ აინშტაინ-როზენის ხიდებს. მაგრამ ეს ხიდები არიან არასტაბილური. ისინი ჩნდებიან და იშლებიან ისე სწრაფად, რომ არაფერი, თუნდაც სინათლე ვერ გაივლის მათ. 1995 წელს ფიზიკოსმა კიპ თორნმა აჩვენა, რომ ჩიის ხვრელის სტაბილიზაცია მოითხოვს ეგზოტიკურ მატერიას, იგივე უარყოფითი ენერგიის მატერიას, რომელიც საჭიროა ალკუბიერეს ძრავისთვის. და რაოდენობა იქნება უზარმაზარი, შესაძლოა ექვივალენტური ვარსკვლავის მასისა. დაუშვოთ, რომ თქვენ გადალახავთ ამ პრობლემას. დაუშვოთ, რომ თქვენ პოულობთ გზას ეგზოტიკური მატერიის შესაქმნელად და გამოყენებისთვის. დაუშვოთ, რომ თქვენ აშენებთ ჩიის ხვრელს, რომელიც აკავშირებს დედამიწას შორეულ ვარსკვლავურ სისტემასთან. აქ არის პრობლემა. ჩიის ხვრელის შექმნა არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოათავსოთ ის, სადაც გსურთ. ჩიის ხვრელის ერთი ბოლო უნდა იყოს ერთ ადგილას, მეორე ბოლო სხვა ადგილას. მაგრამ როგორ მიიყვანთ ჩიის ხვრელის ბოლოს შორეულ ვარსკვლავურ სისტემამდე? თქვენ უნდა გაგზავნოთ ის იქ ჩიქჩვეულებრივი გზით, მოგზაურობით სინათლის სიჩქარეზე ნელა. ეს ნიშნავს, რომ ჩიის ხვრელი არის სასარგებლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს ჩვეულებრივი გზით. ეს არის არა გზა პირველი მოგზაურობისთვის, ეს არის გზა შემდგომი მოგზაურობებისთვის. და არსებობს სხვა პრობლემა, უფრო ფუნდამენტური. 1992 წელს ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა შემოგთავაზა ქრონოლოგიური დაცვის კონიექტურა. იდეა, რომ ფიზიკის კანონები გრძალავენ დროში მოგზაურობას. ჩიის ხვრელები, თუ ისინი არსებობენ და სტაბილურია, შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სივრცეში მოგზაურობისთვის, არამედ დროშიც. თუ თქვენ აიღებთ ჩიის ხვრელის ერთ ბოლოს და დააჩქარებთ მას სინათლის სიჩქარის ახლოს, დროის დილატაცია გამოიწვევს იმას, რომ ეს ბოლო დაბერდება უფრო ნელა, ვიდრე მეორე ბოლო. ახლა თქვენ გაქვთ ჩიის ხვრელი, რომელიც აკავშირებს არა მხოლოდ ორ ადგილს, არამედ ორ დროს. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ერთი ბოლოდან და გამოხვიდეთ მეორე ბოლოდან წარსულში.
ეს არის დროის მანქანა. მაგრამ დროის მანქანები ქმნიან პარადოქსებს. ცნობილი ბაბუის პარადოქსი. თუ თქვენ მოგზაურობთ წარსულში და კლავთ თქვენს ბაბუას, მაშინ თქვენი მშობელი არ დაიბადება და თქვენ არ დაიბადებით და თქვენ ვერ მოგზაურობთ წარსულში, რომ მოკლათ თქვენი ბაბუა. ეს არის ლოგიკური წინააღმდეგობა. ჰოკინგის ქის ქრონოლოგიური დაცვის კონიექტურა ამტკიცებს, რომ სამყარო თავად აღმოფხრის ასეთ წინააღმდეგობებს. როდესაც თქვენ ცდილობთ შექმნათ დროის მანქანა, კვანტური ეფექტები ხდება ისე ძლიერი, რომ ისინი ანადგურებენ ჭიის ხვრელს. სამყარო იცავს საკუთარ თავს პარადოქსებისგან. ეს არის არა დამტკიცებული თეორემა, ეს არის კონიექტურა, ჰიპოთეზა. მაგრამ ის ასახავს ღრმა პრობლემას. ყოველი გზა, რომელსაც პოულობთ სინათლის სიჩქარის ბარიერის გვერდის ასავლელად, ჩვენს მიერ ცნობილი ფიზიკის ფარგლებში, მოითხოვს ან ეგზოტიკურ მატერიას, რომელიც არასდროს დაფიქსირებულა, ან ქმნის პარადოქსებს, რომლებიც შეიძლება იყოს ფუნდამენტურად შეუძლებელი. ეს არის არაუბრალოდ ტექნიკური გამოწვევები. ეს არის ინდიკაციები, რომ თავად სამყაროს სტრუქტურა შეიძლება გრძალავდეს ასეთ გზებს. მაგრამ დაუშვათ, რომ ჩვენ ვცდებით. დაუშვათ, რომ არსებობს გზა, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. ახალი ფიზიკა, რომელიც იძლევა ინტერსტელარული მოგზაურობის რეალისტურ საშუალებას. როგორ გამოიყურებოდა ასეთი ტექნოლოგია? რას მოითხოვდა ის? და რა იქნებოდა მისი შედეგები? 2016 წელს მილიარდერმა იური მილნერმა და ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა გამოაცხადეს პროექტი Breakthrough Starshot. ამბიციური გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს გაგზავნოს მინიატურული კოსმოსური ზონდები უახლოეს ვარსკვლავებამდე. იდეა არის მარტივი. შექმნით ძალიან პატარა, ძალიან მსუბუქი ზონდები, თითოეული დაახლოებით 1 გრამის წონით და დააჩქარეთ ისინი ლაზერული სხივებით დედამიწიდან. ლაზერები, რომლებიც განთავსებულია დედამიწაზე, გასცემენ გიგავატობით სიმძლავრეს, რომელიც ფოკუსირებულია პატარა იალქანზე, რომელიც მიმაგრებულია ზონზე. სინათლის წნევა, ფოტონების იმპულსი აჩქარებს ზონდს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ზონდი მიაღწევს სინათლის სიჩქარის 20%-ს. ამ სიჩქარით ის მიაღწევს პროქსიმა ცენტავრამდე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ეს არის რადიკალურად განსხვავებული მიდგომა. არა უზარმაზარი კოსმოსური ხომალდები, არა თაობათა მოგზაურობები, არა ეგზოტიკური ფიზიკა. უბრალოდ პატარა, სწრაფი ზონდები, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, ან შეგვიძლია განვავითაროთ უახლოეს მომავალში. მაგრამ დაფიქრდით გამოწვევებზე. ზონდი, რომელიც მოგზაურობს სინათლის სიჩქარის 20%-ით, შეეჯახება ინტერსტელარულ მტვერს და გას ასეთი ენერგიით, რომ თუნდაც მიკროსკოპული ნაწილაკი შეიძლება განადგურდეს ზონდი. ზონდი უნდა იყოს დაცული, მაგრამ ყოველი დამატებითი დაცვის ფენა ამატებს წონას, რაც ამცირებს სიჩქარეს. ზონდი უნდა შეიცავდეს კამერებს, სენსორებს, კომუნიკაციის სისტემებს, მაგრამ ყველა ეს კომპონენტი უნდა იყოს ძალიან პატარა და მსუბუქი. და აქ არის ყველაზე რთული ასპექტი – კომუნიკაცია. როდესაც ზონდი მიაღწევს პროქსიმა ცენტავრას, ის იქნება 4 სინათლის წლის მოშორებით დედამიწიდან. ნებისმიერი სიგნალი, რომელსაც ის გაგზავნის, მოგზაურობს 4 წელი, რომ მიაღწიოს ჩვენამდე. და ზონდი, რომელიც მოგზაურობს სინათლის სიჩქარის 20%-ით, გაივლის პროქსიმა ცენტავრას რამდენიმე საათში. ის არ შეჩერდება. ის არ შეძლებს შეჩერებას. ის უბრალოდ გაივლის, გადაიღებს ამდენიმე სურათს, შეაგროვებს ამდენიმე მონაცემს და გააგრძელებს მოგზაურობას ინტერსტელარულ სივრცეში, სამუდამოდ. ეს არის ერთჯერადი მისია. არ არსებობს დაბრუნება. არ არსებობს მეორე შანსი. მაგრამ დაუშვათ, რომ პროექტი Breakthrough Starshot-ი წარმატებულია. დაუშვათ, რომ ზონდი მიაღწევს პროქსიმა ცენტავრას, გადაიღებს სურათებს და გაგზავნის მონაცემებს უკან. 24 წლის შემდეგ პროექტის დაწყებიდან 20 წელი მოგზაურობისთვის, 4 წელი სიგნალისთვის, ჩვენ მივიღებთ პირველ მონაცემებს სხვა ვარსკვლავური სისტემიდან. ეს იქნება ისტორიული მომენტი. მაგრამ რას ვისწავლით? ჩვენ დავინახავთ სურათებს პროქსიმა ცენტავრასა და მისი პლანეტებისა. ჩვენ გავზომავთ მათ ატმოსფეროებს, მათ ტემპერატურებს, მათ მაგნიტურ ველებს. ჩვენ შევიტყობთ, არის თუ არა სიცოცხლე იქ. მაგრამ ჩვენ ვერ გავაგზავნით ადამიანებს. ჩვენ ვერ დავაარსებთ კოლონიას. ჩვენ ვერ დავიწყებთ ახალ ცივილიზაციას. ჩვენ მხოლოდ შევხედავთ შორიდან და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ მივახცევთ იქ. ეს არის ჩვენი რეალობის ტრაგედია. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სავსეა საოცრებებით, მილიარდობით გალაქტიკებით, თითოეული მილიარდობით ვარსკვლავით, შესაძლოა ტრილიონობით პლანეტებით, სადაც სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ყველა ეს საოცრება არის მიუწვდომელი. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ტექნოლოგია, არამედ იმიტომ, რომ თავად სამყაროს სტრუქტურა კრძალავს მათ მიღწევას. სინათლის სიჩქარე არის არაუბრალოდ ლიმიტი,
ის არის ციხის კედელი, აშენებული თავად რეალობის ქსოვილისგან. 1950 წელს ფიზიკოსმა ენდრიკო ფერმიმ დაუშვა თავისი ცნობილი კითხვა. სად არიან ყველანი? თუ სამყარო ასე უზარმაზარია, თუ სიცოცხლე არის სტატისტიკურად შესაძლებელი, მაშინ სად არიან უცხო პლანეტელები? ერთ-ერთი პასუხი, რომელიც ახლა ჩანს სულ უფრო დამაჯერებელი, არის ის, რომ ისინი არიან იქ, მილიარდობით ცივილიზაციები, გაფანტული მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე, მაგრამ ყველა ისინი ჩაკეტილნი არიან საკუთარ კოსმოლოგიურ ციხეებში. ყოველი ცივილიზაცია არის კუნძული, გამოყოფილი შეუძლებელი მანძილებით. ისინი შეიძლება გაგზავნიან სიგნალებს, რადიოტალღებს, ლაზერულ იმპულსებს, მაგრამ ეს სიგნალები მოგზაურობენ ათასობით ან მილიონობით წლის განმავლობაში, სუსტდებიან მანძილით, იხსნებიან ინტერსტელარული საშუალოთი. დროისთვის, როდესაც სიგნალი მიაღწევს სხვა ცივილიზაციას, ცივილიზაცია, რომელმაც გააგზავნა ის, შეიძლება აღარ არსებობდეს. წარმოიდგინეთ ეს. ორი ცივილიზაცია, გამოყოფილი 10,000 სინათლის წლით. პირველი ცივილიზაცია აღწევს ტექნოლოგიურ დონეს და იწყებს რადიო სიგნალების გაგზავნას. ეს სიგნალები მოგზაურობენ 10,000 წლის განმავლობაში. მეორე ცივილიზაცია იღებს მათ და პასუხობს. მათი პასუხი მოგზაურობს კიდევ 10,000 წლის განმავლობაში. 20,000 წლის შემდეგ პირველი გაგზავნიდან პირველი ცივილიზაცია იღებს პასუხს. მაგრამ 20,000 წელი არის უზარმაზარი დრო. ადამიანის ცივილიზაცია არსებობს დაახლოებით 10,000 წლის განმავლობაში. 20,000 წლის განმავლობაში ცივილიზაციები შეიძლება აღმოცენდნენ, აკვავდნენ და გაქრნენ. ისინი შეიძლება განადგუდნენ ომებით, დაავადებებით, ეკოლოგიური კატასტროფებით. ისინი შეიძლება ევოლუციონირდნენ იმდენად, რომ აღარ იყვნენ ცნობადი. კომუნიკაცია ორ ცივილიზაციას შორის არის არა დიალოგი, ეს არის ბოთლში შეტყობინება, გაგზავნილი ოკეანეში, იმედით, რომ ვინმე ოდესმე იპოვის მას. და ეს არის ოპტიმისტური სცენარი. ეს ვარაუდობს, რომ ორივე ცივილიზაცია გადარჩება ათასობით წლის განმავლობაში. ეს ვარაუდობს, რომ ისინი აგრძელებენ სიგნალების გაგზავნას თაობიდან თაობამდე, იმედის გარეშე პასუხის მიღებისა მათი ცხოვრების განმავლობაში. ეს ვარაუდობს, რომ ისინი არ კარგავენ ინტერესს, არ იცვლიან პრიორიტეტებს, არ გადაწყვეტენ, რომ რესურსები უკეთ იქნება გამოყენებული სხვაგან. ეს არის ვალდებულება, რომელიც აღემატება ნებისმიერ პროექტს, რომელიც ადამიანობამ ოდესმე განახორციელა. 2021 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს TRAPPIST-1, წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც მდებარეობს 29 სინათლის წლის მოშორებით, რომელსაც აქვს 7 დედამიწის ზომის პლანეტა. 3 ამ პლანეტიდან მდებარეობს ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, რეგიონში, სადაც ტემპერატურები იძლევა თხევადი წყლის არსებობას. ეს იყო აღმაფრთოვანებელი აღმოჩენა. 7 პლანეტა, 3 პოტენციურად სასიცოცხლო ერთ სისტემაში, მაგრამ 29 სინათლის წელი. ამ სიჩქარით, რომელსაც Breakthrough Starshot ზონდები მიაღწევენ, სინათლის სიჩქარის 20%, მოგზაურობა გაგრძელდება 155 წელს. 155 წელს, მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოთ იქ. კიდევ 29 წელი სიგნალისთვის, რომ დაბრუნდეს. 164 წელი სულ. ადამიანის ცხოვრების ორი ხანგრძლივობა და TRAPPIST-1 არის ახლოს. ის არის ჩვენი კოსმოლოგიური სამეზობლოში. უმეტესი საინტერესო ობიექტები, ვარსკვლავური ნერგები, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან, პლანეტური ნისლები, სუპერნოვას ნარჩენები, არიან ათასობით სინათლის წლის მოშორებით. გალაქტიკის ცენტრი, სადაც მილიონობით ვარსკვლავი იკრიბება და სადაც არსებობს უზარმაზარი შავი ხვრელი, არის 26,000 სინათლის წლის მოშორებით. ანდრომედას გალაქტიკა 2,500,000 სინათლის წელი. ეს არის მანძილები, რომლებიც აღემატება არა მხოლოდ ჩვენს ტექნოლოგიას, არამედ ჩვენს უნარს წარმოვიდგინოთ მათი დაძლევა. მაგრამ აქ არის ყველაზე დრამატული ასპექტი. ეს მანძილები იზრდება. სამყაროს აჩქარებული გაფართოება ნიშნავს, რომ გალაქტიკები, რომლებიც დღეს არიან ხილვადი, ერთ დღეს გაქრებიან ჩვენი ჰორიზონტიდან. არა იმიტომ, რომ ისინი განადგურდებიან, არამედ იმიტომ, რომ სივრცე მათ და ჩვენ შორის გაფართოვდება ისე სწრაფად, რომ მათი სინათლე ვერასდროს მიაღწევს ჩვენამდე. 1995 წელს ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ დაახლოებით 150 მილიარდ წელში, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ არა უსასრულოდ შორეულ მომავალში, ყველა გალაქტიკა, გარდა ჩვენი ადგილობრივი ჯგუფისა, იქნება გაქრებული ჩვენი ხედვადი სამყაროდან. მომავალი ასტრონომები, თუ ისინი არსებობენ, შეხედავენ ღამის ცას და დაინახავენ მხოლოდ ნაპირქვაშა გზას და რამდენიმე მეზობელ გალაქტიკას. ისინი დაასკვნიან, რომ სამყარო შედგება მხოლოდ ამ გალაქტიკებისგან. ისინი ვერ იცოდნენ მილიარდობით სხვა გალაქტიკების შესახებ, რომლებიც ოდესღაც იყო ხილვადი. ეს არის კოსმოლოგიური იზოლაციის საბოლოო ფორმა.
არა მხოლოდ ჩვენ ვერ შეგვიძლია მივახციოთ სხვა გალაქტიკებს, ჩვენ ვერც კი შევძლებთ ვიცოდეთ მათ არსებობის შესახებ. ისინი გაქრებიან ჩვენი რეალობიდან, არა იმიტომ, რომ ისინი შეცვეთენ არსებობას, არამედ იმიტომ, რომ სივრცე მათ და ჩვენს შორის გაფართოვდება იმდენად, რომ ინფორმაცია მათ შესახებ ვერასდროს მიაღწევს ჩვენამდე. ეს არის ციხე, რომელიც იკუმშება. ან უпростоრად, ეს არის სამყარო, რომელიც ფართოვდება ისე სწრაფად, რომ ციხე ეფექტურად იკუმშება. დაბრუნდით აქ, ამ წამში. თქვენ ზიხართ დედამიწაზე, პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო გალაქტიკის გარეთა რეგიონში. თქვენი უახლოესი ვარსკვლავური მეზობელი არის 4 სინათლის წლის მოშორებით. მანძილი, რომელიც მოითხოვს ათასობით წელს ჩვენი ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდებით. უმეტესი საინტერესო ობიექტები არიან ათასობით ან მილიონობით სინათლის წლის მოშორებით. და სამყარო ფართოვდება, ყოველ წამს, რაც ხდის ამ მანძილებს კიდევ უფრო შეუძლებას. თქვენ ხართ პატიმარი, არა იმიტომ, რომ ვინმე გაკეთათ, არამედ იმიტომ, რომ თავად სამყაროს სტრუქტურა კრძალავს თავისუფლებას. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ჩნდება. თუ ჩვენ ვართ პატიმრები, თუ ინტერსტელარული მოგზაურობა არის ფუნდამენტურად შეუძლებელი, მაშინ რატომ ვცდილობთ? რატომ ვაშენებთ ტელესკოპებს, რომლებიც უყურებენ შორეულ გალაქტიკებს? რატომ ვგეგმავთ მისიებს შორეულ ვარსკვლავებამდე? რატომ ვეძებთ სიგნალებს უცხო ცივილიზაციებისგან? თუ ჩვენ ვერასდროს ვერ მივარცევთ მათ, თუ ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდებით მათ, მაშინ რა აზრი აქვს? პასუხი: შესაძლოა მდებარეობს არა დანიშნულების ადგილში, არამედ თავად მოგზაურობაში. არა იმაში, რასაც პოულობთ, არამედ იმაში, რასაც ვსწავლობთ ძიების პროცესში. ყოველი ტელესკოპი, რომელსაც ვაშენებთ, ყოველი ზონდი, რომელსაც ვგზავნით, ყოველი სიგნალი, რომელსაც ვირებთ, გვასწავლის რაღაცას სამყაროს შესახებ და ჩვენი ადგილის შესახებ მასში. ჩვენ ვსწავლობთ, რომ სამყარო არის უზარმაზარი, რომ ჩვენ ვართ პატარები, რომ ჩვენი დრო არის შეზღუდული. მაგრამ ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა, კოსმოსური ისტორიისა, რომელიც ფართოვდება მილიარდობით წლის განმავლობაში. სივრცისა, რომელიც შეიცავს მილიარდობით გალაქტიკებს, რეალობისა, რომელიც არის უფრო რთული და საოცარი, ვიდრე ჩვენ ოდესმე შეგვეძლო წარმოგვედგინა. და შესაძლოა ეს არის საკმარისი. შესაძლოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, რომ სამყარო სავსეა საოცრებებით, თუნდაც თუ ჩვენ ვერასდროს ვერ მივახცევთ მათ, არის საკმარისი, რომ გავაგრძელოთ ძიება. შესაძლოა ციხე არის არა სასჯელი, არამედ პერსპექტივა. გზა იმის გასაგებად, თუ რა ვართ და სად ვართ. შესაძლოა სინათლის სიჩქარის ბარიერი არის არა კედელი, რომელიც გვიკეტავს, არამედ სარკე, რომელიც გვიჩვენებს ჩვენს ნამდვილ ბუნებას. არსებები, დამზადებული ატომებისგან, რომლებიც ცხოვრობენ პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო. სამყაროში, რომელიც არის უფრო უზარმაზარი, ვიდრე ჩვენ ოდესმე შევძლებთ გავიგოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ცდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი შეზღუდვები როგორც საბოლოო. ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანობა ყოველთვის პოულობს გზებს იმის გასაკეთებლად, რაც ოდესღაც ჩანდა შეუძლებელი. ჩვენ ვისწავლეთ ფრენა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ფრთები. ჩვენ ვისწავლეთ კოსმოსში მოგზაურობა, თუმცა ჩვენ ვართ შექმნილი დედამიწის გრავიტაციისთვის. ჩვენ ვისწავლეთ ატომის გახლეჩა, თუმცა ატომები ოდესღაც ითვლებოდა განუყოფლად. შესაძლოა ერთ დღეს ჩვენ ვისწავლით გზას სინათლის სიჩქარის ბარიერის გადალახვისთვის. შესაძლოა ჩვენ აღმოვაჩენთ ახალ ფიზიკას, ახალ ტექნოლოგიას, ახალ გზას სამყაროს გაგებისთვის. ან შესაძლოა ჩვენ არ ვისწავლით. შესაძლოა სინათლის სიჩქარის ბარიერი არის ნამდვილად აბსოლუტური, ნამდვილად ფუნდამენტური. შესაძლოა ჩვენ ნამდვილად ვართ პატიმრები, ჩაკეტილები ჩვენს კოსმოლოგიურ ციხეში, უუნარო ვერასდროს გავიქცეთ. მაგრამ თუნდაც ასე იყოს, თუნდაც ჩვენ ვერასდროს ვერ დავტოვოთ ჩვენი მზის სისტემა, თუნდაც ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდეთ უცხო ცივილიზაციებს, ჩვენ მაინც შეგვიძლია შევხედოთ ვარსკვლავებს და ვიცოდეთ, რომ ისინი არიან იქ. ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიფიქროთ, ვიოცნებოთ, ვიკითხოთ. ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიყოთ ადამიანები, არსებები, რომლებიც უყურებენ ცას და ფიქრობენ, რა არის იქ, რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება უდესმე გახდეს. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არა ის, რომ ჩვენ გავიქცეთ ციხიდან, არამედ ის, რომ ჩვენ ვცდილობთ. არა ის, რომ ჩვენ მივახციოთ ვარსკვლავებს, არამედ ის, რომ ჩვენ ვიხედებით მათკენ. არა ის, რომ ჩვენ გადავლახოთ სინათლის სიჩქარის ბარიერი, არამედ ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს და ვცდილობთ გავიგოთ რატომ. ეს არის ის, რაც გვხვდის ადამიანებად. არა ჩვენი უნარი გავიქცეთ ჩვენი შეზღუდვებიდან, არამედ ჩვენი უნარი ვაღიაროთ ისინი და მაინც გავაგრძელოთ ცდა. სინათლის სიჩქარე არის ციხე, მაგრამ ის არის ასევე სარკე, კომპასი, გზამკვლევი. ის გვიჩვენებს ვინ ვართ, სად ვართ და რა შეგვიძლია გავხდეთ.
და შესაძლოა ეს არის საკმარისი. წარმოიდგინეთ ღამე უდაბნოში, შორს ქალაქის შუქებისგან. თქვენ წევ ხართ და უყურებთ ცას. ათასობით ვარსკვლავი. თითოეული მათგანი მზე, შესაძლოა უფრო დიდი, შესაძლოა უფრო ნათელი, შესაძლოა გარშემორტყმული საკუთარი პლანეტებით. ნაპირქვაშა გზა ვრცელდება ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე. ჩვენი გალაქტიკის სხეული, რომელიც შეიცავს 200 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავს. და ეს არის მხოლოდ ერთი გალაქტიკა. ტელესკოპები გვიჩვენებენ, რომ არსებობს 2 ტრილიონი გალაქტიკა დაკვირვებად სამყაროში. 2 ტრილიონი. თითოეული მილიარდობით ვარსკვლავით, მაგრამ აქ არის რაც თქვენ ვერ დაინახავთ ამ ღამით. მანძილს. ვარსკვლავი, რომელსაც უყურებთ, შეიძლება იყოს 100 სინათლის წლის მოშორებით, ან 1000 სინათლის წლის მოშორებით, ან 10,000 სინათლის წლის მოშორებით. ისინი ყველანი ჩანან როგორც სინათლის წერტილები ერთ სიფრთხეზე, მაგრამ რეალობაში ისინი გაფანტულნი არიან სამგანზომილებიან სივრცეში, გამოყოფილნი მანძილებით, რომლებიც აღემატება ადამიანის გონების უნარს მათ გაგებაში. და ყოველი ეს მანძილი არის ბარიერი, არა უბრალოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ეგზისტენციალური. 1955 წელს ფილოსოფოსმა ალბერ კამიუმ დაწერა სიზიფოსის მითის შესახებ. ბერძენი გმირის შესახებ, რომელიც დაისაჯა ღმერთების მიერ და იძულებული გახდა ეგორა ქვა მთის მწვერვალზე, მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ქვა დაეგორებინა უკან ქვემოთ. სიზიფოსი უნდა დაეწყო თავიდან, უსასრულოდ, იცოდა, რომ მისი შრომა არასდროს დასრულდება. კამიუ ამტკიცებდა, რომ სიზიფოსი უნდა წარმოვიდგინოთ ბედნიერად, რომ თავად ბრძოლა მთის მწვერვალისკენ საკმარისია გულის შესავსებად. მაგრამ რას ვიტყვით ადამიანობის შესახებ, რომელიც უყურებს ვარსკვლავებს, იცის, რომ ისინი არსებობენ, იცის, რომ შეიძლება იქ იყოს სიცოცხლე, მაგრამ ასევე იცის, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ მივახცევთ მათ. არის თუ არა ეს ბრძოლა, რომელიც ავსებს გულს? თუ ეს არის უბრალოდ აღიარება ჩვენი საბოლოო უძლურებისა? დაფიქრდით ფსიქოლოგიურ ეფექტზე. ადამიანობა 1000 წლეულების განმავლობაში უყურებდა ცას და ოცნებობდა იქ წასვლის შესახებ. ჩვენმა წინაპრებმა გამოიგონეს მითები ღმერთების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ცაში. ჩვენ დავხატეთ თანავარსკვლავედები და მივეცით მათ სახელები. ჩვენ ავაშენეთ ტაძრები, რომლებიც გასწორებული იყო ვარსკვლავებთან. ჩვენ შევქმენით ასტროლოგია, ასტრონომია, კოსმოლოგია. ყველა მცდელობა გავიგოთ ჩვენი ადგილი კოსმოსში. და ახლა პირველად ისტორიაში ჩვენ ვიცით, არა ვიჯერებთ, არა ვიმედიმედოვნებთ, არამედ ვიცით მათემატიკური დარწმუნებით, რომ ვარსკვლავები არიან რეალური ადგილები, რომ ისინი შეიძლება იყოს სასახლეები სიცოცხლისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ მივახცევთ უმეტესობას მათგანს. ეს არის ახალი სახის ტრაგედია. ჩვენი წინაპრები არ იცოდნენ რა იყო ვარსკვლავები. ისინი შეიძლება ეფიქრათ, რომ ისინი იყვნენ პატარა სინათლეები, მიმაგრებული კრისტალურ სფეროზე, რომელიც ბრუნავდა დედამიწის გარშემო. ისინი შეიძლება ეფიქრათ, რომ ისინი იყვნენ ხრელები ზეციურ ფარდაში, რომლებიც უშვებდნენ ღვთაებრივ სინათლეს. ისინი არ იცოდნენ, რომ ისინი უყურებდნენ მზეებს, რომლებიც იყვნენ ტრილიონობით კილომეტრის მოშორებით. ისინი არ იცოდნენ, რომ ისინი უყურებდნენ წარსულს, სინათლეს, რომელიც მოგზაურობდა წლების, 10 წლეულების, საუკუნეების განმავლობაში. ისინი არ იცოდნენ, რომ ისინი უყურებდნენ ადგილებს, რომლებიც იყვნენ ფუნდამენტურად მიუწვდომელი. მათი უმეცრება იყო დაცვა. ჩვენი ცოდნა არის წყევლა. 2015 წელს ფსიქოლოგებმა დაიწყეს შესწავლა ფენომენისა, რომელსაც უწოდეს overview effect. ფსიქოლოგიური ცვლილება, რომელსაც განიცდიან ასტრონავტები, როდესაც ხედავენ დედამიწას კოსმოსიდან. ისინი აღწერენ გრძნობას აღტაცებისა, ერთობის გრძნობას პლანეტასთან, გაცნობიერებას, რომ ყველა ადამიანური კონფლიქტი, ყველა საზღვარი, ყველა განსხვავება ჩანს უმნიშვნელოდ, როდესაც უყურებთ მთელ პლანეტას ერთდროულად. მაგრამ წარმოიდგინეთ საპირისპირო ეფექტი, კოსმური იზოლაციის ეფექტი. გრძნობა, რომელსაც შეიძლება განიცადოთ, როდესაც სრულად გააცნობიერებთ ჩვენს იზოლაციას. როდესაც გააცნობიერებთ, რომ ყველა ის ვარსკვლავი, რომელსაც ხედავთ, არის მიუღწეველი. როდესაც გააცნობიერებთ, რომ თუ არსებობს სხვა ცივილიზაციები, ისინი არიან ისეთივე იზოლირებულნი, როგორც ჩვენ. როდესაც გააცნობიერებთ, რომ სამყარო ყველა მისი უზარმაზარობით არის კოლექცია მარტოხელა კუნძულებისა, რომლებიც ვერასდროს ვერ შეხვდებიან. ეს გაცნობიერება შეიძლება იყოს დამანგრეველი. ფსიქოლოგები საუბრობენ existential dread, შფოთვის შესახებ, რომელიც მოდის არსებობის ბუნების შესახებ ფუნდამენტური კითხვების წინაშე დგომისას. რა არის ჩვენი მიზანი? რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში? რატომ ვარსებობთ? ეს კითხვები ხდება უფრო მწვავე, როდესაც ვაცნობიერებთ ჩვენს კოსმოლოგიურ იზოლაციას. თუ ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდებით სხვა ცივილიზაციებს,
თუ ჩვენ ვერასდროს ვერ გავიზიარებთ ჩვენს ცოდნას, ჩვენს კულტურას, ჩვენს არსებობას მათთან, მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ? რა აზრი აქვს ცივილიზაციის აშენებას, ხელოვნების შექმნას, მეცნიერების განვითარებას, თუ ყველაფერი ეს დარჩება ჩაკეტილი ჩვენს პატარა კუთხეში სამყაროს? მაგრამ აქ არის საპირისპირო პერსპექტივა. 1952 წელს მწერალმა დუგლას ადამსმა დაწერა The Hitchhiker's Guide to the Galaxy. სატირული მეცნიერული ფანტასტიკა, რომელიც იწყება დედამიწის განადგურებით გალაქტიკური გზატკეცილის გასაკეთებლად. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდში მთავარი გმირი კრის თავის თავს Total Perspective Vortex-ში, მანქანაში, რომელიც აჩვენებს თქვენ მთელ სამყაროს და თქვენს ადგილს მასში. იდეა არის, რომ ეს გამოცდილება არის ისეთი დამანგრეველი, გაცნობიერება თქვენი აბსოლუტური უმნიშვნელობისა კოსმოლოგიურ მასშტაბებზე, რომ ის ანადგურებს გონებას. მაგრამ ადამსი ამბობს რაღაცას ღრმას. შესაძლოა პრობლემა არის არა ჩვენი უმნიშვნელობა, არამედ ჩვენი უუნარობა მივიღოთ ის. დაფიქრდით ამაზე სხვა გზით. დედამიწაზე ცხოვრობს დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი. თითოეული მათგანი არის უნიკალური ინდივიდი, საკუთარი აზრებით, გრძნობებით, ოცნებებით, შიშებით. თითოეული მათგანი ცხოვრობს საკუთარ სუბიექტურ რეალობაში, სამყაროს როგორც ისინი განიცდიან მას. და მაინც, ყველა ეს 8 მილიარდი სუბიექტური რეალობა არსებობს ერთ პლანეტაზე, რომელიც არის 1.250.000 კილომეტრის დიამეტრის. პლანეტა, რომელიც არის წერტილი, უხილავი წერტილი, კოსმოლოგიურ მასშტაბებზე. თუ ჩვენ შეგვიძლია იპოვოთ მნიშვნელობა, მიზანი, სიხარული ამ პატარა წერტილზე, მაშინ შესაძლოა ჩვენი კოსმოლოგიური იზოლაცია არის არა წყევლა, არამედ კონტექსტი, ფონი, რომელზეც ჩვენი ცხოვრება იძენს მნიშვნელობას. 1970 წელს ასტრონომმა კარლ საგანმა დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც გახდებოდა მისი ყველაზე ცნობილი მემკვიდრეობა. კოსმოსი, ტელევიზიის სერია, რომელიც ახსნიდა სამყაროს ფართო აუდიტორიისთვის. საგანი იყო ცნობილი თავისი უნარით, გაეკეთებინა კოსმოლოგია ხელმისაწვდომი და ემოციურად რეზონანსული. ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მომენტში ის აღწერს დედამიწას როგორც Pale Blue Dot, ღია ლურჯ წერტილს, ფოტოზე გადაღებულ Voyager პირველის მიერ 6 მილიარდი კილომეტრის მოშორებიდან. შეხედეთ კიდევ ერთხელ ამ წერტილს, თქვა საგანმა. ეს არის აქ, ეს არის სახლი, ეს არის ჩვენ. მასზე ყველა ვინც ოდესმე გიყვართ, ყველა ვისაც იცნობთ, ყველა ვიზზე ოდესმე გსმენიათ, 24 გსმენიათ, ყველა ადამიანი, რომელიც ოდესმე იყო, ცხოვრობდა თავის ცხოვრებას. საგანის პერსპექტივა იყო არა დესპერაცია, არამედ მოწოდება თანაგრძნობისკენ. თუ ყველა ჩვენგანი ვზიარებთ ამ პატარა წერტილს, თუ ყველა ჩვენი ისტორია, ყველა ჩვენი მიღწევა, ყველა ჩვენი კონფლიქტი მოხდა აქ, მაშინ შესაძლოა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე უფრო მეტად. შესაძლოა ჩვენი იზოლაცია უნდა გაგვაერთიანოს, არა გაგუღოს. შესაძლოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვართ მარტო, ან სულ მცირე გამოყოფილნი შეუძლებელი მანძილებით ნებისმიერი სხვა ცივილიზაციისგან, უნდა გახადოს ჩვენ უფრო მადლიერები იმისთვისაც გვაქვს. უფრო პასუხისმგებლები იმისთვის, როგორ ვიყენებთ მას. მაგრამ ეს პერსპექტივა მოითხოვს რაღაცას რთულს. მიღებას. მიღებას იმისა, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ გავიქცევით ჩვენი კოსმოლოგიური ციხიდან. მიღებას იმისა, რომ ვარსკვლავები, რომლებსაც ვხედავთ, დარჩება სამუდამოდ მიუღწეველი. მიღებას იმისა, რომ თუ არსებობს სხვა ცივილიზაციები, ჩვენ შესაძლოა ვერასდროს ვერ შევხვდეთ მათ, ვერასდროს ვერ ვისაუბროთ მათთან, ვერასდროს ვერ გავიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ეს არის რთული მიღება. ადამიანები არიან ოპტიმისტები ბუნებით. ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემებს აქვთ გადაწყვეტილებები, რომ გამოწვევები შეიძლება დაიძლიოს, რომ მომავალი იქნება უკეთესი ვიდრე წარსული. მაგრამ სინათლის სიჩქარის ბარიერი არის არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს. ის არის ფაქტი, რომელიც უნდა მიღებულ იქნას და მიღებულ იქნას. 1993 წელს ფილოსოფოსმა ნიკ ბოსტრომმა შემოგთავაზა Simulation Hypothesis. იდეა, რომ ჩვენ შეიძლება ვცხოვრობდეთ კომპიუტერულ სიმულაციაში, შექმნილ მოწინავე ცივილიზაციის მიერ. ერთ-ერთი არგუმენტი ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ არის ის, რომ თუ ტექნოლოგია აღწევს წერტილს, სადაც შესაძლებელია რეალისტური სიმულაციების შექმნა, მაშინ სტატისტიკურად უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიმულაციაში, ვიდრე ბაზის რეალობაში. მაგრამ აქ არის საინტერესო ასპექტი. თუ ჩვენ ვცხოვრობთ სიმულაციაში მაშინ სინათლის სიჩქარის ბარიერი შეიძლება იყოს არა ფიზიკის ფუნდამენტური კანონი, არამედ უბრალოდ პარამეტრი სიმულაციაში. გზა, რომლითაც სიმულაციის შემქმნელებმა შეზღუდეს ჩვენი მოძრაობა, შეამცირონ გამოთვლითი დატვირთვა. ეს არის დისკომფორტული აზრი. ის გვთავაზობს, რომ ჩვენი ციხე შეიძლება იყოს არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური, დიზაინის არჩევანი,
გაკეთებული ვინმეს მიერ ან რაღაცის მიერ, რომელიც არის ჩვენს რეალობას მიღმა. მაგრამ ეს ასევე გვთავაზობს თეორიულ გამოსავალს. თუ ბარიერი არის პარამეტრი, მაშინ შესაძლოა ის შეიძლება შეიცვალოს. შესაძლოა არსებობს ჩეიტ კოდები, გზები სიმულაციის წესების გვერდისავლით, მაგრამ ეს არის სპეკულაცია სპეკულაციაზე. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ჩვენ ცხოვრობთ სიმულაციაში. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ სინათლის სიჩქარის ბარიერი არის რაიმე სხვა გარდა ფუნდამენტური ფიზიკური კანონისა. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის ჩვენი დაკვირვებები, ჩვენი ექსპერიმენტები, ჩვენი თეორიები და ყველა ისინი მიუთითებენ იმავეზე. სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური ლიმიტი. დაფიქრდით კულტურულ შედეგებზე. ადამიანის კულტურა 1000 წლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა იმედით გაფართოებისა, აღმოჩენისა, ახალი ჰორიზონტების მიღწევისა. ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს აფრიკა და გავრცელდნენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ გადავლახეთ ოკეანეები, დავიპყრეთ კონტინენტები, ავაშენეთ იმპერიები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მოგზაურები, მკვლევარები, პიონერები. მაგრამ ახლა პირველად ჩვენ ვაწყდებით საზღვარს, რომელიც არ შეიძლება გადალახული. ჩვენ მივაღწიეთ კიდეს არა მხოლოდ ჩვენი პლანეტისა, არამედ ჩვენი შესაძლებლობებისა. როგორ ეს ცვლის ჩვენს კულტურას? როგორ ეს ცვლის ჩვენს იდენტობას როგორც სახეობისა? ზოგიერთი მეცნიერი და ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ ეს შეიძლება იყოს კარგი. 1972 წელს მეცნიერებმა დენის და დონელა მედოუზებმა გამოაქვეყნეს The Limits to Growth, ანგარიში, რომელიც გამოიყენებდა კომპიუტერულ მოდელებს, რომ პროგნოზირებულიყო ადამიანობის მომავალი. მათი დასკვნა იყო, რომ თუ ადამიანობა გააგრძელებს ექსპონენციალურ ზრდას, მოსახლეობაში, მოხმარებაში, ინდუსტრიულ წარმოებაში, ჩვენ მივაღწევთ პლანეტის ფიზიკურ ლიმიტებს 2100 წლამდე. რესურსები ამოიწურება, დაბინძურება გახდება მოუმართავი, ეკოსისტემები ჩამოიშლება. მათი გადაწყვეტა იყო არა უსასრულო ზრდა, არამედ მდგრადი განვითარება, სწავლა ცხოვრებისა პლანეტის ლიმიტების ფარგლებში. შესაძლოა იგივე პრინციპი ვრცელდება კოსმოლოგიურ მასშტაბებზე. შესაძლოა სინათლის სიჩქარის ბარიერი არის სამყაროს გზა იმის თქმისა, თქვენ უნდა ისწავლოთ ცხოვრება იმ ადგილას, სადაც ხართ. შესაძლოა უსასრულო გაფართოება არის არა ჩვენი ბედი, არამედ ფანტაზია. ფანტაზია, რომელიც გვიხრის ყურადღებას რეალური გამოწვევებისგან. როგორ შევქმნათ მდგრადი ცივილიზაცია ჩვენს საკუთარ პლანეტაზე? როგორ დავიცვათ ჩვენი ბიოსფერო? როგორ უზრუნველყოთ, რომ მომავალი თაობები ჰყავდეთ პლანეტა, რომელზეც ღირს ცხოვრება? შესაძლოა ჩვენი ციხე არის არა სასჯელი, არამედ საჩუქარი. გზა, რომ ვიყოთ იძულებულნი ვიზრუნოთ იმაზე, რაც გვაქვს, ვიდრე ვოცნებობთ იმაზე, რაც ვერასდროს ვერ მივაღწევთ. მაგრამ ეს პერსპექტივა ასევე შეიძლება იყოს რაციონალიზაცია. გზა, რომ გავამართლოთ ჩვენი შეზღუდვები, რომ გავხადოთ ისინი სათნოებად. ადამიანები ყოველთვის ოცნებობდნენ ვარსკვლავების შესახებ. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა იცოდეთ რა არის იქ. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა წასვლა, აღმოჩენა, შეხვედრა სხვა არსებებთან, თუ ისინი არსებობენ. ეს სურვილი არის ფუნდამენტური ნაწილი იმისა, რაც გვხვდის ადამიანებად. იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი იზოლაცია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენი პატარა კუთხით სამყაროსი, არის იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა მოუკლათ ნაწილი ჩვენი თავისა. ნაწილი, რომელიც ოცნებობს, რომელიც იმედონებს, რომელიც ცდილობს, რომელიც ცდილობს. 1995 წელს ასტრონომმა ფრენკ დრეიკმა, ცნობილი დრეიკის განტოლებით, რომელიც აფასებს ინტელექტუალური ცივილიზაციების რაოდენობას ჩვენს გალაქტიკაში, ჩაატარა ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა ფერმის პარადოქსზე. მან თქვა რაღაც საინტერესო. შესაძლოა ჩვენ ვართ პირველები, შესაძლოა ჩვენ ვართ ერთადერთები, ან შესაძლოა ცივილიზაციები არიან იქ, მაგრამ ისინი ყველანი ჩაკეტილნი არიან როგორც ჩვენ. და შესაძლოა ეს არის კარგი. შესაძლოა სამყარო არის უსაფრთხო, რადგან ცივილიზაციები ვერ შეუძლიათ ერთმანეთის მიღწევა. შესაძლოა სინათლის სიჩქარის ბარიერი არის დაცვა. დაცვა ჩვენგან და დაცვა მათთვის. ეს არის საშინელი აზრი, მაგრამ ის შეიცავს ჭეშმარიტებას. ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც ორი ცივილიზაცია ხვდებიან განსხვავებული ტექნოლოგიური დონეებით, შედეგი ხშირად არის კატასტროფული ნაკლებად მოწინავე ცივილიზაციისთვის. ევროპელებმა როდესაც მიაღწიეს ამერიკებს, მოიტანეს დაავადებები, იარაღები, იდეოლოგიები, რომლებმაც განადგურეს ან რადიკალურად შეცვალა ადგილობრივი კულტურები. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ ინტერსტელარული მოგზაურობა იყო შესაძლებელი. წარმოიდგინეთ მოწინავე ცივილიზაცია. ცივილიზაცია, რომელსაც აქვს ტექნოლოგია პლანეტების გარდაქმნისთვის ენერგიად, სივრცის თავად დეფორმაციისთვის, რომელიც აღმოაჩენს ნაკლებად მოწინავე ცივილიზაციას, რა იქნებოდა მათი ურთიერთქმედება? იქნებოდა თუ არა ის მშვიდობიანი? თუ ის იქნებოდა დაპყრობა, ექსპლუატაცია, განადგურება?
შესაძლოა სინათლის სიჩქარის ბარიერი არის სამყაროს გზა დაცვისა ახალგაზრდა ცივილიზაციებისა ძველი მოწინავე ცივილიზაციებისგან. შესაძლოა ის არის კარანტინი, გზა რომ უზრუნველყოფილ იქნას რომ ყოველი ცივილიზაცია განვითარდეს საკუთარი ტემპით, საკუთარი გზით, ჩარევის გარეშე. შესაძლოა ჩვენი იზოლაცია არის არა წყევლა, არამედ დაცვა. დაცვა ჩვენგან და დაცვა მათთვის. შესაძლოა სამყარო არის უსაფრთხო, რადგან ის არის გაყოფილი შეუძლებელი მანძილებით. მაგრამ ეს არის ასევე სამთუხარო აზრი. ის ნიშნავს, რომ თუ არსებობს სხვა ცივილიზაციები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, ფილოსოფია, მეცნიერება, ჩვენ ვერასდროს ვერ გავიზიარებთ მათ. ჩვენ ვერასდროს ვერ ვისწავლით მათგან. ჩვენ ვერასდროს ვერ ვისაუბრებთ მათთან. ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდებით მათ. ყოველი ცივილიზაცია არის უნიკალური ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი სიცოცხლის, ინტელექტის, კულტურის შესახებ და ყოველი ექსპერიმენტი ტარდება იზოლაციაში. მისი შედეგები არასდროს გაზიარებული, არასდროს შედარებული, არასდროს ინტეგრირებული უფრო დიდ გაგებაში. 2012 წელს ფიზიკოსმა და მეცნიერ ფანტასტმა დევიდ ბრინმა დაწერა ესე. The Great Silence. ფილოსოფიური ანალიზი ფერმის პარადოქსისა. ბრინი შემოგთავაზა რამდენიმე შესაძლო ახსნას იმისა, თუ რატომ ჩვენ არ ვიღებთ სიგნალებს უცხო ცივილიზაციებისგან. ერთ-ერთი ახსნა იყო zoo hypothesis. იდეა, რომ მოწინავე ცივილიზაციები იცნობენ ჩვენს არსებობას, მაგრამ განზრახ თავს იკავებენ კონტაქტისგან, რათა არ ჩაერიონ ჩვენს განვითარებაში. ჩვენ ვართ როგორც ცხოველები ზოოპარკში, დაკვირვებული, მაგრამ არ ჩარეული. სხვა ახსნა იყო Great Filter. იდეა, რომ არსებობს რაღაც ტექნოლოგიური კატასტროფა, ეკოლოგიური კოლაფსი, თვითგანადგურება, რომელიც აღმოფხრის უმეტეს ცივილიზაციებს, სანამ ისინი მიაღწევენ წერტილს, სადაც მათ შეუძლიათ კომუნიკაცია ინტერსტელარულ მასშტაბებზე. ორივე ეს ახსნა არის დისკომფორტული. Zoo hypothesis გვთავაზობს, რომ ჩვენ ვართ ობიექტები შესწავლისა, არა სუბიექტები ურთიერთქმედებისა. Great Filter გვთავაზობს, რომ ჩვენი მომავალი შეიძლება იყოს მოკლე. რომ ჩვენ შეიძლება განადგურდეთ, როგორც ბევრი სხვა ცივილიზაცია ჩვენამდე. მაგრამ ორივე ასევე გვთავაზობს რაღაცას მნიშვნელოვანს. იდეას, რომ ჩვენი არჩევანები მნიშვნელობას იძენს. თუ ჩვენ ვართ ზოოპარკში, მაშინ როგორ ვიქცევით, როგორ ვეპყრობით ერთმანეთს, როგორ ვეპყრობით ჩვენს პლანეტას, შეიძლება განსაზღვროს როდის და თუ მოწინავე ცივილიზაციები გადაწყვეტენ დაგვიკავშირდნენ. თუ არსებობს Great Filter, მაშინ ჩვენი უნარი მის გადალახვაში თავიდან ავიცილოთ თვითგანადგურება, შევქმნათ მდგრადი ცივილიზაცია, განსაზღვრავს გადავრჩებით თუ არა. დაბრუნდით იმ ღამეს უდაბნოში. თქვენ წევხართ და უყურებთ ვარსკვლავებს. თქვენ იცით ახლა, რომ ისინი არიან ბზეები, რომ ისინი შეიძლება იყოს გარშემორტყმულნი პლანეტებით, რომ ზოგიერთი ამ პლანეტიდან შეიძლება იყოს სასახლე სიცოცხლისთვის. თქვენ ასევე იცით, რომ თქვენ ვერასდროს ვერ მიაღწევთ მათ. არა თქვენ ცხოვრებაში, არა თქვენი შვილების ცხოვრებაში, არა თქვენი შვილიშვილების ცხოვრებაში. შესაძლოა არა ათასობით თაობის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ სინათლე, რომელსაც ხედავთ, არის ძველი, წლების, ათწლეულების, საუკუნეების ძველი. თქვენ უყურებთ წარსულს. და თქვენ იცით, რომ თუ ვინმე იქ უყურებს უკან, ისინი ხედავენ ჩვენს წარსულს, დედამიწას, როგორიც იყო წლების, ათწლეულების, საუკუნეების წინ. როგორ გძნობთ თავს? უიმედოდ, იზოლირებულად, პატარად. ან შესაძლოა თქვენ გძნობთ რაღაც სხვას, კავშირს. კავშირს ყველა სხვა არსებასთან, რომელიც ოდესმე უყურებდა ცას და ფიქრობდა იგივე კითხვებზე. კავშირს ყველა სხვა ცივილიზაციასთან, თუ ისინი არსებობენ, რომლებიც ასევე უყურებენ თავიანთ ცას, ასევე ფიქრობენ თავიანთ იზოლაციაზე, ასევე ოცნებობენ იმის შესახებ, რაც შეიძლება იყოს. შესაძლოა ჩვენი იზოლაცია არის არა ის, რაც გვყოფს, ის არის ის, რაც გვაერთიანებს. შესაძლოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ ყველანი ვზიარებთ იგივე ციხეს, იგივე შეზღუდვებს, იგივე ოცნებებს, არის საფუძველი ემპათიისა, გაგებისა, სოლიდარობისა, არა მხოლოდ ჩვენ შორის დედამიწაზე, არამედ ჩვენსა და ნებისმიერ სხვა ცივილიზაციას შორის, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ეს არის არა პასუხი, ეს არის პერსპექტივა. გზა აზროვნებისა, ჩვენი კოსმოლოგიური იზოლაციის შესახებ, რომელიც არ არის დესპერაცია და არც უგულებელყოფა, არამედ რაღაც შუალედური, აღიარება რეალობისა, მაგრამ ასევე აღიარება იმისა, რომ რეალობა არ განსაზღვროს მნიშვნელობას. ჩვენ შეგვიძლია იპოვოთ მნიშვნელობა ჩვენს შეზღუდვებში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მიზანი ჩვენს იზოლაციაში. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადამიანები, სრულად, ღრმად, ავთენტურად, თუნდაც იმის ცოდნით, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ გავიქცევით ჩვენი ციხიდან. რადგან ბოლოს და ბოლოს, ციხე არის არა ადგილი, ის არის მდგომარეობა გონებისა.
და გონება, განსხვავებით სხეულისა, არ არის შეზღუდული სინათლის სიჩქარით. გონება შეიძლება იმოგზაუროს სადაც მოისურვებს, წარსულში, მომავალში, შორეულ გალაქტიკებში, ალტერნატიულ რეალობებში. გონება შეიძლება წარმოიდგინოს, ოცნებოს, შექმნას და შესაძლოა ეს არის ნამდვილი თავისუფლება. არა უნარი გავიქცეთ ფიზიკურად, არამედ უნარი გავიქცეთ მენტალურად, ემოციურად, სულიერად. უნარი ვიყოთ უფრო მეტი ვიდრე ჩვენი გარემოცვა, უფრო მეტი ვიდრე ჩვენი შეზღუდვები, უფრო მეტი ვიდრე ჩვენი ციხე. სინათლის სიჩქარე არის ციხე, მაგრამ ჩვენ პატიმრები ვართ ასევე ოცნებების მქონებლები. და ოცნებები არ იცნობენ საზურებს. მაგრამ დაელოდეთ. სანამ მივიღებთ ჩვენს კოსმოლოგიურ იზოლაციას როგორც საბოლოო განაჩენს, არსებობს ერთი ფენომენი. ერთი ბიზარული, კონტრინტუიციური ასპექტი კვანტური მექანიკისა, რომელიც მხოლოდ შეიძლება სთავაზობდეს ბზარს ციხის კედლებში. ეს არის არა ვარფძრავები, არა ჭიის ხვრელები, არა ეგზოტიკური მატერია. ეს არის რაღაც უფრო ფუნდამენტური, უფრო უცნაური, უფრო შემაშფოთებელი. კვანტური გადაბმა. 1925 წელს ალბერტ აინშტაინმა, ბორის პოდოლსკიმ და ნეითან როზენმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც მიზნად ისახავდა კვანტური მექანიკის არასრულყოფილების დემონსტრირებას. ისინი აღწერდნენ აზროვნების ექსპერიმენტს, სადაც ორი ნაწილაკი, ორი ფოტონი, ორი ელექტრონი იქნება ერთდროულად და ხდება გადაბმული. ეს ნიშნავს, რომ მათი თვისებები არიან კორელირებული. თუ თქვენ გაზომავთ ერთი ნაწილაკის სპინს და აღმოაჩენთ, რომ ის არის ზემოთ, მეორე ნაწილაკის სპინი მფლისიერად გახდება ქვემოთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან. აინშტაინი უწოდებდა ამას საშინელ მოქმედებას მანძილზე და მიიჩნევდა, რომ ეს ამტკიცებდა, რომ კვანტური მექანიკა იყო არასრული თეორია. მაგრამ აინშტაინი ცდებოდა. 1972 წელს ფიზიკოსმა ჯონ ბელმა შემოგთავაზა თეორემა, რომელმაც აჩვენა, რომ კვანტური გადაბმა არის რეალური ფენომენი, არა უბრალოდ თეორიული კურიოზი. 1992 წელს ფიზიკოსმა ალან ასპემ ჩაატარა ექსპერიმენტები, რომლებმაც დაადასტურეს ბელის თეორემა. კვანტური გადაბმა არის რეალური. ორი ნაწილაკი, გამოყოფილი ნებისმიერი მანძილით, მეტრებით, კილომეტრებით, სინათლის წლებით, რჩება დაკავშირებული. ცვლილება ერთში მთისიერად აისახება მეორეში. არა იმიტომ, რომ სიგნალი მოგზაურობს მათ შორის, არა იმიტომ, რომ ინფორმაცია გადაეცემა სინათლის სიჩქარით, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ არიან ნამდვილად ცალკე. ისინი არიან ნაწილები ერთი კვანტური სისტემისა, მიუხედავად მანძილისა. წარმოიდგინეთ ეს. ორი ნაწილაკი იქნება დედამიწაზე, გადაბმული. ერთი რჩება აქ, მეორე იგზავნება ანდრომედას გალაქტიკაში. 2.500.000 სინათლის წლის მოშორებით. 2.500.000 წლის შემდეგ ის მიაღწევს დანიშნულების ადგილს. ახლა თქვენ გაზომავთ ნაწილაკს დედამიწაზე. მყისიერად. არა 2.500.000 წლის შემდეგ, არამედ მყისიერად, ნაწილაკი ანდრომედაში იცის რა მოხდა. მისი მდგომარეობა იცვლება, კორელირებული თქვენს გაზომვასთან. ეს არის არა სიგნალი, რომელიც მოგზაურობს სინათლის სიჩქარით, ეს არის რაღაც სხვა. რაღაც, რაც ჩანს, რომ არ ღვევს სინათლის სიჩქარის ლიმიტს. მაგრამ აქ არის კრიტიკული დეტალი, რომელიც ხშირად გამოტოვებულია პოპულარულ ახსნებში. თქვენ ვერ გამოიყენებთ კვანტურ გადაბმას ინფორმაციის გადასაცემად. როდესაც თქვენ გაზომავთ ნაწილაკ დედამიწაზე, თქვენ იღებთ შემთხვევით შედეგს, ზემოთ ან ქვემოთ, თანაბარი ალბათობით. ნაწილაკი ანდრომედაში მიიღებს კორელირებულ შედეგს, თუ თქვენი არის ზემოთ, მისი იქნება ქვემოთ. მაგრამ ადამიანი, რომელიც აკვირდება ნაწილაკს ანდრომედაში, ვერ იცის გაზომეთ თუ არა თქვენი ნაწილაკი. მათ ეჩვენებათ შემთხვევითი შედეგები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეადარებს თავიანთ შედეგებს, რაც მოითხოვს კლასიკურ კომუნიკაციას, რომელიც მოგზაურობს სინათლის სიჩქარით ან უფრო ნელა, ისინი დაინახავენ კორელაციას. ამიტომ კვანტური გადაბმა არ არის გზა სინათლის სიჩქარის ბარიერის გვერდის ასავლელად. ის არ არის გზა ინფორმაციის გადასაცემად სწრაფად ვიდრე სინათლე. ის არ არის გზა კომუნიკაციისთვის შორეულ ცივილიზაციებთან. ან არის? 2015 წელს ფიზიკოსებმა დაიწყეს ექსპერიმენტები კვანტური ტელეპორტაციით. პროცესი, რომლითაც კვანტური მდგომარეობა ერთი ნაწილაკისა შეიძლება გადაეცეს სხვა ნაწილაკს, გადაბმის გამოხენებით. ეს არის არა ტელეპორტაცია მეცნიერული ფანტასტიკის გაგებით. თქვენ არ გადააქვთ მატერიას ან ენერგიას. თქვენ გადააქვთ ინფორმაციას, კვანტურ ინფორმაციას, რომელიც აღწერს ნაწილაკის მდგომარეობას. და ეს პროცესი მაინც მოითხოვს კლასიკურ კომუნიკაციას, რომელიც მოგზაურობს სინათლის სიჩქარით, ან უფრო ნელა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიპოვოთ გზა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ აღმოვაჩინოთ ახალი ფიზიკა, ახალი პრინციპი, რომელიც იძლევა კვანტური გადაბმის გამოყენებას ინფორმაციის გადასაცემად
სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ეს იქნებოდა რევოლუცია, არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ფილოსოფიური. ეს ნიშნავდა, რომ სამყარო არის არა კოლექცია იზოლირებული კუნძულებისა, არამედ ქსელი. ქსელი, სადაც ყველა წერტილი არის პოტენციურად დაკავშირებული, მიუხედავად მანძილისა. ეს ნიშნავდა, რომ ინფორმაცია, აზრები, იდეები, შეტყობინებები შეიძლება გავრცელდეს მყისიერად მთელ სამყაროში. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენი ციხე იყო ილუზია, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის სპეკულაცია. ყველა ჩვენი ცოდნა, ყველა ჩვენი ექსპერიმენტები, ყველა ჩვენი თეორიები მიუთითებენ, რომ კვანტური გადაბმა ვერ გამოიყენება ინფორმაციის გადასაცემად სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ეს არის ფუნდამენტური შეზღუდვა, რომელიც მოდის თავად კვანტური მექანიკის სტრუქტურიდან. მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენ საუბრობთ ამაზე, ფაქტი, რომ მეცნიერები ატარებენ ექსპერიმენტებს, აშენებენ თეორიებს, ეძებენ ბზარებს, აჩვენებს რაღაცას მნიშვნელოვანს ადამიანის ბუნების შესახებ. ჩვენ არ ვიღებთ არა როგორც პასუხს. ჩვენ არ ვიღებთ შეუძლებელი როგორც საბოლოო სიტყვას. ჩვენ აგრძელებთ ძიებას, კითხვას, ცდას, ცდას. ეხლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ. 2016 წელს, როდესაც იური მილნერმა და სტივენ ჰოკინგმა გამოაცხადეს Breakthrough Starshot, ისინი არ საუბრობდნენ ადამიანების გაგზავნაზე ვარსკვლავებამდე. ისინი საუბრობდნენ მინიატურულ ზონდებზე, Starships, რომლებიც იქნებოდა ზომით დაახლოებით 1 გრამი. 1 გრამი. ეს არის წონა 1 ქაღალდის კლიპისა. მაგრამ ამ 1 გრამში ინჟინერები გეგმავენ ჩატევას კამერებს, სენსორებს, კომუნიკაციის სისტემებს, ენერგიის წყაროებს, ყველაფერს, რაც საჭიროა მონაცემების შესაგროვებლად და გადასაცემად. ეს არის ტექნოლოგიური tour de force, მინიატურიზაცია, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც ჩვენ ახლა გვაქვს. მაგრამ დაუშვათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას. დაუშვათ, რომ 2050 წელს, 24 წლის შემდეგ პროექტის გამოცხადებიდან, ჩვენ ვაშენებთ პირველ Starships. ჩვენ ვაშენებთ ლაზერულ მასივს, ათასობით ან მილიონობით ლაზერი, სინქრონიზებული, რომ გასცემენ გიგავატობით სიმძლავრეს. ჩვენ ვუშვებთ Starships, მიმაგრებულს მსუბუქი ელქანზე. ლაზერები ანთდება. რამდენიმე წუთის განმავლობაში Starship აჩქარდება სინათლის სიჩქარის 20%-მდე. ის მიემართება პროქსიმა ცენტავრისკენ. 20 წლის შემდეგ ის მიაღწევს დანიშნულების ადგილს. ის გადაიღებს სურათებს, შეაგროვებს მონაცემებს, გააგზავნის სიგნალს უკან დედამიწაზე. კიდევ 4 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ამ სიგნალს. 24 წელი სულ ერთი თაობა პირველი მონაცემებისთვის სხვა ვარსკვლავური სისტემიდან. ეს არის რეალისტური, ეს არის მიღწევადი. მაგრამ დაფიქრდით, რას ვისწავლით? ჩვენ დავინახავთ სურათებს პროქსიმა ცენტავრა B-სა, პლანეტისა, რომელიც ბრუნავს პროქსიმა ცენტავრას გარშემო. ჩვენ გავზომავთ მის ატმოსფეროს, მის ტემპერატურას, მის მაგნიტურ ველს. ჩვენ შევიტყობთ, არის თუ არა იქ წყალი, არის თუ არა იქ ჟანგბადი, არის თუ არა იქ ნიშნები სიცოცხლისა. ეს იქნება უზარმაზარი მიღწევა, პირველი პირდაპირი დაკვირვება ეგზოპლანეტისა, პირველი მონაცემები, რომლებიც შეიძლება უპასუხოს კითხვას. ვართ თუ არა ჩვენ მარტო? მაგრამ ჩვენ ვერ გავაგზავნით ადამიანებს, ჩვენ ვერ დავაარსებთ კოლონიას, ჩვენ ვერ შევხვდებით უცხო პლანეტელებს თუ ისინი არსებობენ იქ. ჩვენ მხოლოდ შევხედავთ შორიდან და ვიცოდეთ. და შესაძლოა ეს არის საკმარისი. შესაძლოა იმის ცოდნა, არ არწმენა, არა იმედი, არამედ ცოდნა, რომ სიცოცხლე არსებობს სხვაგან, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, არის საკმარისი, რომ შეცვალოს ყველაფერი. შეცვალოს როგორ ხედავთ საკუთარ თავს, როგორ ხედავთ ჩვენს პლანეტას, როგორ ხედავთ ჩვენს მომავალს. ან შესაძლოა ჩვენ ვიპოვოთ არაფერი. შესაძლოა პლუა პროქსიმა ცენტავრა B არის უდაბნო, გამოსხივებული რადიაციით, მოკლებული ატმოსფეროს, სიცოცხლის ნებისმიერი ნიშნის გარეშე. შესაძლოა ყველა ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემა არის უდაბნო. შესაძლოა სიცოცხლე არის ისეთი იშვიათი, ისეთი ფრაგილური, ისეთი შემთხვევითი, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ მარტო, არა მხოლოდ იზოლირებულნი, არამედ უნიკალურნი. ეს იქნებოდა ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩენა. ეს ნიშნავდა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე, ყველა მისი მრავალფეროვნებით, ყველა მისი სირთულით, ყველა მისი სილამაზით, არის არა ერთ-ერთი მაგალითი კოსმოსური ფენომენისა, არამედ შესაძლოა ერთადერთი მაგალითი. ეს ნიშნავდა, რომ ყოველი სახეობა, ყოველი ეკოსისტემა, ყოველი ორგანიზმი დედამიწაზე არის უფასო. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ერთადერთები. 2021 წელს NASA-მ გაუშვა ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპი. ყველაზე ძლიერი ტელესკოპი, რომელიც ოდესმე აშენებულა. ვები დიზაინირებულია იმისთვის, რომ დააკვირდეს ყველაზე შორეულ გალაქტიკებს, ყველაზე ადრეულ ვარსკვლავებს, ყველაზე ძველ სინათლეს სამყაროში. მაგრამ ის ასევე დიზაინირებულია იმისთვის, რომ შეისწავლოს ეგზოპლანეტები, პლანეტები, რომლებიც ბრუნავენ სხვა ვარსკვლავების გარშემო.
ვებს შეუძლია გაანალიზოს ამ პლანეტების ატმოსფეროები, მოძებნოს ბიოსიგნატურები, ქიმიური ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სიცოცხლეზე. ჟანგბადი, მეთანი, წყლის ორთქლი. ეს მოლეკულები გარკვეულ კომბინაციებში, გარკვეულ კონცენტრაციებში შეიძლება იყოს ინდიკატორები ბიოლოგიური აქტივობის. წარმოიდგინეთ, რომ ვები პოულობს რაღაცას. წარმოიდგინეთ, რომ ის აღმოაჩენს პლანეტას 80 სინათლის წლის მოშორებით, ან 120 სინათლის წლის მოშორებით, რომლის ატმოსფერო შეიცავს ჟანგბადს და მეთანს კონცენტრაციებში, რომლებიც არ შეიძლება აიხსნას გეოლოგიური პროცესებით. ეს იქნებოდა არა პირდაპირ მტკიცებულება სიცოცხლისა. ჩვენ ვერ დავინახავდით ორგანიზმებს, ვერ დავინახავდით უჯრედებს, ვერ დავინახავდით დნმ-ს, მაგრამ ეს იქნებოდა ძლიერი ინდიკატორი. ეს იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ სიცოცხლე არსებობს იქ. და ეს შეცვლიდა ყველაფერს, რადგან მაშინ ჩვენ ვიცოდით, არა ვიჯერებდით, არა ვიმედოვნებდით, არამედ ვიცოდით, რომ სიცოცხლე არის არა უნიკალური შემთხვევა, არამედ კოსმოსური ფენომენი. რომ სადღაც იქ 80 სინათლის წლის მოშორებით არსებობს პლანეტა, სადაც ორგანიზმები იბადებიან, ცხოვრობენ, გვდებიან, სადაც ევოლუცია ხდება, სადაც ეკოსისტემები ყალიბდებიან, სადაც შესაძლოა ინტელექტი წარმოიშვება. და ჩვენ ვერასდროს ვერ მივახცევთ მათ. ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდებით მათ. ჩვენ ვერასდროს ვერ ვისაუბრებთ მათთან. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი არიან იქ. და ეს ცოდნა, ეს უბრალო, ფაქტობრივი ცოდნა, იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა აღმოჩენა ადამიანის ისტორიაში. მაგრამ აქ არის რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ. თუნდაც თუ ჩვენ ვიპოვოთ სიცოცხლე, თუნდაც თუ ჩვენ ვიპოვოთ ინტელექტი, თუნდაც თუ ჩვენ მივიღოთ სიგნალები უცხო ცივილიზაციებისგან, ჩვენ მაინც ვერ გავიქცევით ჩვენი ციხიდან. სინათლის სიჩქარის ბარიერი დარჩება, მანძილები დარჩება, იზოლაცია დარჩება. ყველაფერი რაც შეიცვლება არის ჩვენი გაგება. ჩვენი გაგება იმისა, ვინ ვართ, სად ვართ, მარტო ვართ თუ არა. მაგრამ ფუნდამენტური რეალობა, რომ ჩვენ ვართ ჩაკეტილმი ჩვენს კოსმოლოგიურ ციხეში, არ შეიცვლება. 1950 წელს ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ დაუსვა თავისი ცნობილი კითხვა. სად არიან ყველანი? ახლა 90 წლის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ პასუხი. ისინი არიან იქ, მილიარდობით ცივილიზაციები, შესაძლოა გაფანტული მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე, მაგრამ ყველა ისინი ჩაკეტილნი არიან საკუთარ ციხეებში. ყოველი ცივილიზაცია არის კუნძული. ყოველი ცივილიზაცია უყურებს ცას და ხედავს იგივეს, რასაც ჩვენ ხედავთ. ათასობით ვარსკვლავს, რომლებიც არიან მიუღწეველი. ყოველი ცივილიზაცია ფიქრობს იგივე აზრებზე, სვამს იგივე კითხვებს, განიცდის იგივე იზოლაციას. და შესაძლოა ეს არის პასუხი ფერმის პარადოქსზე. პარადოქსი არა ის, რომ ცივილიზაციები არ არსებობენ, არამედ ის, რომ ისინი ყველანი ჩაკეტილნი არიან. უუნარო დაუკავშირდნენ ერთმანეთს, უუნარო შექმნან galaktikuri იმპერია, უუნარო გახდნენ ის, რასაც მეცნიერული ფანტასტიკა გვპირდება. და შესაძლოა ეს არის კარგი. შესაძლოა galaktikuri იმპერიები არის არა ჩვენი ბედი, არამედ კოშმარი. კოშმარი დომინირებისა, ექსპლუატაციისა, ჰომოგენიზაციისა. შესაძლოა იმის ფაქტი, რომ ყოველი ცივილიზაცია უნდა განვითარდეს იზოლაციაში არის დაცვა. დაცვა მრავალფეროვნებისა, უნიკალურობისა, ავტონომიისა. შესაძლოა სამყარო არის არა იმპერია, არამედ მოზაიკა. მოზაიკა უსასრულო ვარიაციებისა, სადაც ყოველი ცივილიზაცია არის უნიკალური ექსპერიმენტი, უნიკალური გამოხატულება იმისა, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლე, ინტელექტი, კულტურა. მაგრამ ეს არ ხდის ნაკლებად მწარეს, რადგან ჩვენ ვერასდროს ვერ ვიზიარებთ ამ ექსპერიმენტებს. ჩვენ ვერასდროს ვერ ვისწავლით ერთმანეთისგან. ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდებით. ყოველი ცივილიზაცია იბადება, ცხოვრობს და კვდება იზოლაციაში. ყოველი ცივილიზაციის მიღწევები, მისი ხელოვნება, მისი მუსიკა, მისი ლიტერატურა, მისი ფილოსოფია, მისი მეცნიერება იკარგება, როდესაც ის კვდება. არ არსებობს galaktikuri ბიბლიოთეკა, სადაც ეს ცოდნა ინახება. არ არსებობს კოსმოსური მემკვიდრეობა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, ცივილიზაციიდან ცივილიზაციაში. ყოველი ცივილიზაცია იწყებს თავიდან, სწავლობს იგივე გაკვეთილებს, აკეთებს იგივე შეცდომებს, აღმოაჩენს იგივე ჭეშმარიტებებს და შემდეგ ქრება, მისი ცოდნა დაკარგული სამუდამოდ. ეს არის ტრაგედია კოსმოლოგიური იზოლაციისა. არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვერ შეგვიძლია გავიქცეთ, არამედ ის, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი, რასაც ვქმით, ყველაფერი, რასაც ვსწავლობთ, დაიკარგება. არა მხოლოდ დაიკარგება ჩვენთვის, როდესაც ჩვენი ცივილიზაცია დასრულდება, არამედ დაიკარგება სამყაროსთვის. არავინ ვერასდროს ვერ იცის, რომ ჩვენ ვიყავით აქ. არავინ ვერასდროს ვერ იცის, რა გავაკეთეთ, რა ვისწავლეთ, რა ვიყავით.
ჩვენ ვიქნებით როგორც ვარსკვლავსკვლავი, რომელიც ანათებს უდაბნოში. ნათელი, მაგრამ უხილავი, რადგან არავინ არის ის იქ, რომ დაინახოს ის. გაიხსენეთ კარლ საგანის სიტყვები Pale Blue Dot-ის შესახებ. შეხედეთ კიდევ ერთხელ ამ წერტილს. ეს არის აქ. ეს არის სახლი. ეს არის ჩვენ. მაგრამ ეხლა დაამატეთ ეს. ეს წერტილი არის ხილვადი მხოლოდ რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე. მიღმა ამისა ის ქრება ვარსკვლავების ფონში. მიღმა რამდენიმე ათეული სინათლის წლისა ის არის აღარ გამორჩეული. მიღმა რამდენიმე 100 სინათლის წლისა ის არის უხილავი. ჩვენი პლანეტა, ჩვენი ცივილიზაცია, ჩვენი არსებობა, ყველაფერი ეს არის ხილვადი მხოლოდ პატარა ბუშტში სივრცისა. მიღმა ამ ბუშტისა ჩვენ არ არსებობთ. ჩვენ ვართ მოჩვენებები, ხილვადი მხოლოდ ჩვენთვის და მაინც ჩვენ აგრძელებთ. ჩვენ აგრძელებთ ტელესკოპების აშენებას, ზონდების გაგზავნას, სიგნალების მოსმენას. ჩვენ აგრძელებთ ძიებას, იმედის მიუხედავად. რატომ? რადგან ეს არის ის, რაც გვხვდის ადამიანებად. არა ჩვენი უნარი გავიქცეთ ჩვენი შეზღუდვებიდან, არამედ ჩვენი უნარი ვაღიაროთ ისინი და მაინც გავაგრძელოთ ცდა. არა ჩვენი უნარი დავძლიოთ სინათლის სიჩქარის ბარიერი, არამედ ჩვენი უნარი ვიცხოვროთ მასთან, ვიმუშაოთ მის ფარგლებში, ვიპოვოთ მნიშვნელობა მის მიუხედავად. სინათლის სიჩქარე არის ციხე, მაგრამ ციხეში ცხოვრება არ ნიშნავს სიცოცხლის შეწყვეტას. ეს ნიშნავს სიცოცხლეს განსხვავებულად, უფრო ფრთხილად, უფრო განზრახულად, უფრო მადლიერად. ეს ნიშნავს იმის გაგებას, რომ ყველაფერი რაც გვაქვს, ეს პლანეტა, ეს ბიოსფერო, ეს ცივილიზაცია, არის არა უსასრულო რესურსი, არამედ შეზღუდული საჩუქარი. საჩუქარი, რომელიც უნდა დავიცვათ, რომელიც უნდა ვაფასოთ, რომელიც უნდა გავიზიაროთ ერთმანეთთან. და შესაძლოა ეს არის ნამდვილი გაკვეთილი სინათლის სიჩქარის ბარიერისა. არა ის, რომ ჩვენ ვერ შეგვიძლია გავიქცეთ, არამედ ის, რომ ჩვენ არ უნდა გვინდოდეს გაქცევა. არა ის, რომ ჩვენ ვართ პატიმრები, არამედ ის, რომ ჩვენ ვართ მცველები. მცველები ამ პატარა, ფრაგილური, უზარმაზარად ღირებული წერტილისა სივრცეში, რომელსაც უწოდებთ სახლს. მაგრამ დაელოდეთ. სანამ ჩვენ დავხურავთ ამ ისტორიას, სანამ მივიღებთ ჩვენს ციხეს როგორც საბოლოო სიტყვას, არსებობს ერთი კითხვა. ერთი კითხვა. ერთი ღრმა, შემაშფოთებელი კითხვა, რომელიც ჩვენ უნდა დავუსვათ. არა კითხვა იმის შესახებ, როგორ გავიქცეთ ციხიდან, არამედ კითხვა იმის შესახებ, რა არის ციხე სინამდვილეში. რა არის სინათლის სიჩქარის ბარიერი? რატომ არსებობს ის? და რას გვეუბნება ის რეალობის ბუნების შესახებ? 1925 წელს ვერნერ ჰაიზენბერგმა ჩამოაყალიბა გაურკვევლობის პრინციპი, ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური იდეა კვანტურ მექანიკაში. ის ამბობს, რომ არსებობს ლიმიტი იმისა, რამდენად ზუსტად შეგვიძლია ერთდროულად გავზომოთ ნაწილაკის პოზიცია და იმპულსი. რაც უფრო ზუსტად ვიცით ერთი, მით ნაკლებად ვიცით მეორე. ეს არის არა ტექნიკური შეზღუდვა, არა ჩვენი ინსტრუმენტების პრობლემა, არამედ ფუნდამენტური თვისება რეალობისა. სამყარო თავად კრძალავს გარკვეულ ტიპის ცოდნას. ახლა დაფიქრდით სინათლის სიჩქარის ბარიერზე იმავე გზით. ის არის არა უბრალოდ ლიმიტი სიჩქარისა, ის არის ლიმიტი ინფორმაციისა. ის არის ლიმიტი კაკაუზალურობისა, იმისა, თუ როგორ მოვლენები ერთ ადგილას შეიძლება გავლენა მოახდინონ მოვლენებზე სხვა ადგილას. ის არის ლიმიტი თავად რეალობის სტრუქტურისა. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვისკენ. რატომ სამყაროს აქვს ეს სტრუქტურა? რატომ არსებობს აბსოლუტური სიჩქარის ლიმიტი? რა მოხდებოდა თუ ის არ არსებობდა? 2012 წელს ფიზიკოსმა შონ კეროლმა დაწერა წიგნი The Particle at the End of the Universe. წიგნი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შესახებ. მაგრამ წიგნში ის ასევე ეხება უფრო ფუნდამენტურ კითხვას. რატომ ფიზიკის კანონები არიან ისეთები, როგორებიც არიან? რატომ სინათლის სიჩქარე არის სწორედ 300,000 კილომეტრი/წამში და არა რაიმე სხვა? რატომ გრავიტაცია არის ისეთი სუსტი, ხოლო ელექტრომაგნიტური ძალა ისეთი ძლიერი? კეროლი ამტკიცებს, რომ ეს კითხვები შეიძლება არ ქონდეს პასუხი, ან უფრო სწორად, პასუხი შეიძლება იყოს უბრალოდ, რადგან ისინი არიან. მაგრამ ზოგიერთი ფიზიკოსი მიდის უფრო შორს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენი სამყარო ამ კონკრეტული კანონებით, ამ კონკრეტული კონსტანტებით, არის ერთი მრავალი შესაძლო სამყაროდან. არსებობს მულტივერსი, უსასრულო რაოდენობა სამყაროები, თითოეული განსხვავებული ფიზიკის კანონებით. ზოგიერთ სამყაროში სინათლის სიჩქარე შეიძლება იყოს უფრო სწრაფი. ზოგიერთში ის შეიძლება იყოს უფრო ნელი. ზოგიერთში შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს სიჩქარის ლიმიტი. მაგრამ ამ სამყაროებში სიცოცხლე როგორც ჩვენ ვიცნობთ მას,
შეიძლება იყოს შეუძლებელი. შეიძლება ატომები არ შეიძლება ჩამოყალიბდეს. შეიძლება ვარსკვლავები არ შეიძლება აინთოს. შეიძლება პლანეტები არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის ანთროპული პრინციპი. იდეა, რომ სამყარო უნდა იყოს თავსებადი ჩვენს არსებობასთან, რადგან ჩვენ ვაკვირდებით მას. ჩვენ ვართ აქ, ამიტომ სამყარო უნდა იყოს ისეთი, რომ იძლეოდეს ჩვენს არსებობას. და შესაძლოა სინათლის სიჩქარის ბარიერი არის ნაწილი ამ პაკეტისა, ნაწილი იმ პირობების ნაკრებისა, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისთვის. შესაძლოა სამყარო, სადაც არ არსებობს სიჩქარის ლიმიტი, იქნებოდა ქაოსური. სამყარო, სადაც კაუზალურობა იშლება, სადაც მოვლენები შეიძლება გავლენა მოახდინონ ერთმანეთზე თვითნებურად სწრაფად, სადაც არაფერი არ იქნებოდა სტაბილური, არაფერი არ იქნებოდა პროგნოზირებადი, არაფერი არ იქნებოდა ცოცხალი. ეს არის დისკომფორტული აზრი. ის გვთავაზობს, რომ ჩვენი ციხე არის არაშემთხვევითი, ის არის აუცილებელი. რომ სინათლის სიჩქარის ბარიერი არის არა ბარიერი, რომელიც გვიკეტავს, არამედ ბარიერი, რომელიც გვიცავს. რომ გარეშე ამ ბარიერისა ჩვენ საერთოდ არ არსებობდით. მაგრამ ეს ასევე გვთავაზობს პერსპექტივას. თუ სინათლის სიჩქარის ბარიერი არის ფუნდამენტური ნაწილი რეალობის სტრუქტურისა, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის, მაშინ შესაძლოა ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ მისგან გაქცევას. შესაძლოა ჩვენ უნდა გავიგოთ ის, ვაფასოთ ის, ვიცხოვროთ მასთან. მაგრამ აქ არის რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატო სინათლის სიჩქარე არის სწორედ 300,000 კილომეტრი წამში. ჩვენ არ ვიცით, რატო სივრცე დრო არის 4 განზომილებიანი, 3 განზომილება სივრცისა, 1 განზომილება დროისა. ჩვენ არ ვიცით, რატო კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა, ორი ყველაზე წარმატებული თეორია ფიზიკაში, არიან შეუთავსებელი ერთმანეთთან ექსტრემალურ პირობებში, როგორიცაა შავი ხვრელების ცენტრები ან დიდი აფეთქების პირველი მომენტები. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია, უხილავი ნივთიერება, რომელიც შეადგენს გალაქტიკების მასის 95%. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი ენერგია, იდუმალი ძალა, რომელიც იწვევს სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას. ეს არის არაუბრალოდ ხარვეზები ჩვენს ცოდნაში, ეს არის ფუნდამენტური ხარვეზები. ჩვენ არ ვიცით, რა არის სამყაროს უმეტესი ნაწილი. ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობს რეალობა ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა დიდი აფეთქების პირველ წამში. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება შავი ხვრელის შიგნით. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა სხვა განზომილებები, რომლებიც დახვეულია ისე პატარად, რომ ჩვენ ვერ ვაკვირდებით მათ, ან განზომილებები, რომლებიც არიან ისე დიდი, რომ ჩვენ ვართ მათში, მაგრამ ვერ ვხედავთ მათ. 1955 წელს ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმანმა თქვა რაღაც ცნობილი. მე ვფიქრობ, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არავინ ესმის კვანტური მექანიკა. ეს იყო არა აღიარება მარცხისა, ეს იყო აღიარება თავდაბლობისა. ფეინმანი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიზიკოსი ოდესმე ცხოვრებული. მან მიიღო ნობელის პრემია თავისი მუშაობისთვის კვანტურ ელექტროდინამიკაში. მაგრამ მან აღიარა, რომ თუნდაც ადამიანი, რომელმაც დახარჯა ცხოვრება კვანტური მექანიკის შესწავლაში, არ ესმოდა ის ნამდვილად. ის შეეძლო გამოეთვალა, შეეძლო პროგნოზირება, შეეძლო ექსპერიმენტების დიზაინი. მაგრამ ის არ ესმოდა, რატომ რეალობა იქცევა ამ უცნაურად, ამ კონტრინტუიციურად, ამ შემაშფოთებლად. და თუ ჩვენ არ გვესმის კვანტური მექანიკა, თეორია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეორია მეცნიერების ისტორიაში, თეორია, რომელიც პროგნოზირებს ექსპერიმენტულ შედეგებს შეუდარებელი სიზუსტით, მაშინ რას ვიცით ნამდვილად? რას ვიცით რეალობის ბუნების შესახებ? რას ვიცით სინათლის სიჩქარის ბიჩქარის ბარიერის შესახებ? შესაძლოა ჩვენ ვცდებით. შესაძლოა არსებობს გზა, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. გზა, რომელიც მოითხოვს ფიზიკას, რომელსაც ჩვენ ჯერ არ აღმოვაჩენით, რომელიც იძლევა ინტერსტელარული მოგზაურობის რეალისტურ საშუალებას. მაგრამ შესაძლოა არა. შესაძლოა სინათლის სიჩქარის ბარიერი არის ნამდვილად აბსოლუტური, ნამდვილად ფუნდამენტური. შესაძლოა ჩვენი უმეცრება არის არა იმის შესახებ, როგორ გავიქცეთ ციხიდან, არამედ იმის შესახებ, რატომ ციხე არსებობს. და შესაძლოა ეს არის კარგი. შესაძლოა იმის არცოდნა, იმის აღიარება, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც აღემატება ჩვენს გაგებას, არის არა სისუსტე, არამედ სიძლიერე. სიძლიერე თავდაბლობისა, ცნობის მოყვარეობისა, აღტაცებისა. ეხლა მოდით დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. გაიხსენეთ ის პირველი წამი, როდესაც თქვენ კითხულობდით ამ სიტყვებს და გააცნობიერეთ, რომ თქვენი სხეული მოძრაობს სივრცეში. დედამიწა ბრუნავს. პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო. მზის სისტემა მიისწრაფის გალაქტიკის ცენტრისკენ. და მაინც, ყველა ამ მოძრაობის მიუხედავად, თქვენ ხართ პატიმარი, ჩაკეტილი ციხეში,
რომლის კედლები აშენებულია სინათლის სიჩქარის ბარიერისგან. მაგრამ ახლა დაფიქრდით ამაზე განსხვავებულად. ის კედლები, ის ბარიერები არიან ასევე საფუძვლები. საფუძვლები, რომლებზეც აშენებულია რეალობა. საფუძვლები, რომლებიც აძლევენ სამყარით აძლევენ სამყაროს სტრუქტურას, სტაბილურობას, ნიშნულობას. გარეშე სინათლის სიჩქარის ბარიერისა, გარეშე კაუზალურობის ლიმიტებისა, გარეშე იმ ფაქტისა, რომ ინფორმაცია ვერ მოგზაურობს უსასრულოდ სწრაფად, სამყარო იქნებოდა ქაოსი. არაფერი არ იქნებოდა სტაბილური. არაფერი არ იქნებოდა პროგნოზირებადი. არაფერი არ იქნებოდა ცოცხალი. ამიტომ შესაძლოა, ჩვენი ციხე არის არა სასჯელი, არამედ პირობა. პირობა არსებობისა. პირობა სიცოცხლისა. პირობა ცნობიერებისა. ცნობიერებისა, რომელსაც შეუძლია დააკვირდეს სამყაროს, იკითხოს კითხვები, მოძებნოს პასუხები, შექმნას მნიშვნელობა. ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი, რომელიც გააცნობიერა საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც შეიკრიბნენ ისე, რომ მათ შეუძლიათ იფიქრონ, იგრძნონ, ოცნებონ. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც უყურებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რა საოცარია ეს. და ეს არის არა პატარა რამ. ეს არის არა უმნიშვნელო რამ. ეს არის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ოდესმე მოხდა ამ სამყაროში. რადგან სამყარო, ყველა მისი უზარმაზარობით, ყველა მისი სირთულით, ყველა მისი სილამაზით არ იქნებოდა არაფერი, თუ არ იქნებოდა ვინმე, რომ დააკვირდეს მას, გაიგოსის, აფასოსის. ვარსკვლავები ანათებდნენ, მაგრამ არავინ დაინახავდა მათ. გალაქტიკები ბრუნავდნენ, მაგრამ არავინ იცოდა მათ შესახებ. სამყარო არსებობდა, მაგრამ ის არ იქნებოდა ცნობილი. ჩვენ ვართ ის, ვინც ვაცნობთ. ჩვენ ვართ ის, ვინც ხედავთ. ჩვენ ვართ ის, ვინც ვაფასებთ. და თუ ჩვენ ვართ ჩაკეტილნი ჩვენს პატარა კუთხეში სამყაროსი, თუ ჩვენ ვერასდროს ვერ გავიქცევით ჩვენი ციხიდან, მაშინ ჩვენი პასუხისგებლობა არის უფრო დიდი, არანაკლები. ჩვენი პასუხისგებლობა არის დავიცვათ ეს ადგილი, ეს პლანეტა, ეს ბიოსფერო. დავიცვათ ერთმანეთი. დავიცვათ ყველა სხვა სახეობა, რომელიც ზიარებს ამ პლანეტას ჩვენთან. რადგან თუ ჩვენ ვართ მარტო, თუ სიცოცხლე დედამიწაზე არის ერთადერთი სიცოცხლე სამყაროში, მაშინ ჩვენი განადგურება იქნებოდა არა მხოლოდ ტრაგედია ჩვენთვის, არამედ ტრაგედია სამყაროსთვის. ეს იქნებოდა სამყაროს დაკარგვა საკუთარი თავის ცოდნისა. მაგრამ თუ ჩვენ არ ვართ მარტო, თუ არსებობს სხვა ცივილიზაციები, გაფანტული მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე, მაშინ ჩვენი პასუხისგებლობა არის ასევე დიდი. რადგან მაშინ ჩვენ ვართ ერთი ხმა კოსმოსურ გუნდში, გუნდში, რომელიც ვერასდროს ვერ შეიკრიბება, მაგრამ რომელიც მაინც არსებობს. ყოველი ცივილიზაცია, რომელიც ცხოვრობს, რომელიც ქმნის, რომელიც სწავლობს, არის დამატება ამ გუნდში. ყოველი ცივილიზაცია, რომელიც გვდება, არის დაკარგვა. და თუ ჩვენ გადავრჩებით, თუ ჩვენ შევქმნით მდგრადი ცივილიზაცია, რომელიც გრძელდება არა საუკუნეებს, არამედ 1000 წლეულებს, მილიონობით წლებს, მაშინ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტი. ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რაც შეიძლება იყოს, როდესაც სიცოცხლე, ინტელექტი, ცნობიერება აღწევს თავის პოტენციალს. გაიხსენეთ ის ღამე უდაბნოში. თქვენ წევხართ და უყურებთ ვარსკვლავებს. ათასობით სინათლის წერტილი, თითოეული მზე, შესაძლოა გარშემორტმული პლანეტებით. თქვენ იცით ახლა, რომ თქვენ ვერასდროს ვერ მიაღწევთ მათ. თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ ჩაკეტილი ციხეში, რომლის კედლები აშენებულია თავად სამყაროს კანონებისგან. მაგრამ თქვენ ასევე იცით რაღაც სხვა. თქვენ იცით, რომ ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს თქვენს თვალს ამ ღამით, მოგზაურობდა წლების, 10 წლეულების, საუკუნების, ის საუკუნეების განმავლობაში. თქვენ იცით, რომ თქვენ უყურებთ წარსულს. სამყაროს, როგორიც იყო მაშინ, როდესაც ეს სინათლე დატოვა თავისი წყარო. თქვენ იცით, რომ თუ ვინმე იქ უყურებს უკან, ისინი ხედავენ ჩვენს წარსულს, დედამიწას წარსულს. დედამიწას, როგორიც იყო წლების, 10 წლეულების, საუკუნეების წინ. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყველანი, ყველა ცივილიზაცია, რომელიც ოდესმე არსებობდა ან ოდესმე იარსებებს, ვართ დაკავშირებული ამ სინათლით, ამ ფოტონებით, რომლებიც მოგზაურობენ სივრცეში, ატარებენ ინფორმაციას, ატარებენ ისტორიას, ატარებენ მოწმობას იმისა, რომ ჩვენ ვიყავით აქ. და თქვენ იცით, რომ ეს არის საკმარისი. არა იმიტომ, რომ ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება გავიქცეთ ჩვენი ციხიდან. ჩვენ არ გვჭირდება დავძლიოთ სინათლის სიჩქარის ბარიერი. ჩვენ არ გვჭირდება შევხვდეთ უცხო ცივილიზაციებს. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება ვიყოთ აქ, ამ წამში, ამ ადგილას, ამ პლანეტაზე. გვჭირდება ვიცხოვროთ, ვიფიქროთ, ვიგრძნოთ, ვოცნებოთ. გვჭირდება შევქმნათ, ვისწავლოთ, ვიზრუნოთ. გვჭირდება ვიყოთ ადამიანები, სრულად, ღრმად, ავთენტურად. რადგან ბოლოს და ბოლოს, სინათლის სიჩქარის ბარიერი არის არა ის, რაც ყოფს ჩვენ სამყაროსგან.
ის არის ის, რაც აკავშირებს ჩვენ მასენ მასთან. ის არის ის, რაც გვაძლევს დროს. დროს იმისთვის, რომ ვიცხოვროთ. 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 დროს იმისთვის. შესაძლოა კითხვები არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პასუხები. შესაძლოა ძიება არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პოვნა. შესაძლოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ მივახცევთ ვარსკვლავებს, არის არა დამარცხება, არამედ გაკვეთილი. გაკვეთილი თავდაბლობისა, მადლიერებისა, არტაცებისა. გაკვეთილი იმისა, რომ ჩვენ ვართ პატარები, მაგრამ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა, უფრო დიდისა. რომ ჩვენ ვართ შეზღუდულნი, მაგრამ ჩვენ ვართ ასევე უსასრულნი. უსასრულნი ჩვენს უნარში, ვიფიქროთ, ვიგრძნოთ, ვოცნებოთ, შევქმნათ. და შესაძლოა ეს არის ნამდვილი თავისუფლება. არა თავისუფლება გაქცევისა, არამედ თავისუფლება არსებობისა. არა თავისუფლება დაძლევისა ჩვენი შეზღუდვებისა, არამედ თავისუფლება მიღებისა მათი და მაინც იყო ადამიანები, სრულად, ღრმად, ავთენტურად. არა თავისუფლება ვარსკვლავებამდე მისვლისა, არამედ თავისუფლება იმისა, რომ ვიყოთ აქ, ეხლა, ამ წამში, ამ პლანეტაზე, ამ სამყაროში და იყოს ეს საკმარისი. სინათლის სიჩქარე არის ციხე, მაგრამ ჩვენ პატიმრები ვართ ასევე მოწმეები. მოწმეები სამყაროს, რომელიც არის უფრო უზარმაზარი, უფრო რთული, უფრო საოცარი, ვიდრე ჩვენ ოდესმე შევძლებდით წარმოგვედგინა. და შესაძლოა ეს არის საკმარისი. შესაძლოა ეს არის ყველაფერი.